საღამომშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტოხიაშვილი. ქართული ოცნების მერობის კანდიდატის ვინაობა ამ კვირაში გახდება ცნობილი. სხვათა შორის კანდიდატის საჯაროდ გამოცხადებას მოქმედი მერი ჯერ კიდევ გასულ კვირას დაგვედა, თუმცა ოფიციალური წარდგენა ამ დრომდე არ მომხდარა. მისცემად რაღაცა ტექნიკური საკითხების მომზადებლობა დასახელდა. ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრის განცხადებამ კი, რომელმაც ჯერ თქვა, რომ კალაძეს მართალია გამოხატული აქვს ინტერესი კიდევ ერთხელ იყოს ქალაქის თავი, თუმცა რეალურად არის იმის შესაძლებლობა, რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს, როგორც ჩანს, მმართველ პარტიაში დიდი დაძაბულობა გამოიწვია, რადგან იგივე დეპუტატმა თავისი სიტყვა უკან მალევე წაიღო და ყველაფერი სპეკულაციებსა და ჟურნალისტების ინტერპრეტაციებს დააბრალა. ბოლო ინფორმაციით, კახი კალაძესთან დაკავშირებით სრული ერთსულოვნებაა ქართულ ოცნებაში. თუმცა საბოლოო გამოცხადებამდე მაინც პოლიცსაბჭოს გადაწყვეტილებას ელიან. სხვათა შორის პოსტერის გამოაქვეყნა ქართულმა ოცნებამ, სადაც სილუეტი ჩანს, ორივე სილუეტი კახა კალაძეს გავს და არის ასეთი შეკითხვა დასმული, ვინ იქნება ამ ორიდან მერობის კანდიდატი. ვნახოთ, მაინც ძალიან არის გარკვეული ინტრიგა მაინც დატოვებული ამ საქმეში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ვის წარადგენს ოცნება ამჯერად თბილისისთვის საარჩევნო ბრძოლაში პირველ კაცად, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და ამას გამოაჩენს მერობის კანდიდატის წარდგენა, გაიყოფა თუ არა კალაძისა და მისი ჯერ კიდევ მოქმედი პოლიტიკური თანამებრძოლების გზები, რომელიც აგერ უკვე 13 წელს ითვლის. თუმცა თუ ასე მოხდა, ეს პოლიტიკური დაშორების, განშორების არც პირველი და არც ბოლო შემთხვევა იქნება. თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ყოფილი მინისტრის ჯუაშენ ბურჭულაძის ახლო ნათესავების დაკავებამ გაამძაფრა მოლოდინი, რომ გამოძიების კვალი შესაძლოა ჯერ თავად ყოფილ მინისტრამდე, შემდეგ კი მის უშუალო ხელმძღვანელამდე, ანუ მაშინდელ პრემიერამდე. ირაკლი ღარიბაშვილამდე მივიდეს. ოცნებაში უკვე დღის წესრიგად იქცა განცხადებების გაკეთება, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება და რომ არც თანამდებობა, ყოფილი თუ მოქმედი და არც გვარსახელი ინდულგენცია ვერავისთვის იქნება. როგორც ჩანს, დიდი კორუფციული სკანდალის კვანძის გახსნამდე არც ისე ბევრი დრო დარჩა, თუმცა ოპოზიციას თუ დავუჯერებთ, ფინალი მაინც მოპარული მილიონების დაბრუნებაზეა დამოკიდებული, რომელიც ქართული ოცნების პარტიული ყულაბიდან გაქრა. ლევან თოსკირიძე, თავისუფლების მოედნის ლიდერია, ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. კორუფციასთან ბრძოლა თუ კლანური დაპირისპირება, ოპოზიციას არ სჯერა ხელისუფლების მიერ კორუფციასთან გამოცხადებული შეუპოვარი ბრძოლის. ისინი მაინც ხედავენ მათ პოლიტიკურ ოპონენტებში კლანურ დაპირისპირებას ერთ დროს გამქრალი ფულისთვის პარტიული ყულაბიდან. თუმცა ფაქტი სახეზია, ხომ, ეს კონკრეტული ბოლო საქმე რომ ავიღოთ, თავდაცვის ყოფილ მაღალჩინოსნებს და ამასთან ერთად თავდაცვის მინისტრის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ახლო ნათესავს სწორედ საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავებიან. ან თქვენი ვერსია როგორია, სადამდე შეიძლება გაგრძელდეს კორუფციასთან გამოცხადებული ბრძოლა? მოგესალმებით, მიესალმები მაყურებლებს. ხო, არანაირი კორუფციასთან ბრძოლა არ არის ეს, რა თქმა უნდა, მე მგონი არათუ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ალბათ თვითონ ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც არ ჯერავთ იმის, რომ ეს ყველაფერი რაც ხდება, იმიტომ ხდება, რომ ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის შემდეგ ქართულმა ოცნებამ აღმოაჩინა და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილმა ან ირაკლი კობახიძემ, რომ აი თურმე სადღაც კორუფცია ყოფილა და ეხა დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოაცხადო. არ უნდა მოვატყუოთ ერთმანეთი, არც არავინ არ უნდა მოიტყუოს თავი. ეს არის შიდა დაპირისპირება ამ პოლიტიკურ დაჯგუფებაში ფულის და ძალაუფლების გამო და ამ დაპირისპირებას არანაირი საერთო არ აქვს სახელმწიფო ინტერესებთან. ეს იმიტომ კი არ კეთდება, რომ სახელმწიფოს ძარცვავს ვინმე, ეს გრძელდება 12 წელიწადია უკვე ამ ქვეყანაში. ეს კეთდება იმიტომ, რომ აქვს შიდა უთანხმოებები, ბატონის ჭრდილის ქვეშ ადგილისთვის მიმდინარეობს ბრძოლა. თვითონ ქართული ოცნების ხალხმა კარგად არ იცის ბიძინა ივანიშვილს რა უდევს თავში და რა უნდა გააკეთონ. და ეს არის ყველაფერი ამის გამოხატულება. სამწუხაროდ
ეს არის არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ ჩვეულებრივი ბანდიტური დაპირისპირება. ხო, მაგრამ აი ამომრჩეველზე, ქართული ოცნების ამომრჩეველზე, არ ვიცი, გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე, რა გავლენას ახდენს ქვეყანაში შექმნილი სურათი? ანუ რეალურად შესაძლებელია მიზეზი სხვა რამეა იმის, რაც ახლა ხდება, მაგრამ აი თუნდაც არ ვიცი ფორმალურად ხომ არსებობს შესაბამისი მუხლები, გაფლანგვა, სახელმწიფო თანხების მითვისება, არსებობს შესაბამისი პროცედურები, სუსში გამოკითხვა, წინასწარი პატიმრობა, ანუ ეს ყველაფერი არის მიმდინარე მოვლენები, რომელიც ქვეყანაში ქმნის სურათს. არ გიფიქრიათ იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს სწორედ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე? ну, ჯერ ერთი ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, არა? აი სწორედ ასეთი რაღაცა ტექნიკურად რაღაც მუხლების მოძებნით. ასეთი მასშტაბით პირველი, ასეთ მასშტაბებზე 60 მეტი ადამიანი დღეს პატიმრობაში ზის გამოგონილი რაღაცეების გამო და ჩემი ფიქრის საგანი იმ ადამიანების ბედი ბევრად უფრო არის. ხა თქვენ რაზეც აი თუნდაც ყურადღების გადატანა ხომ? აქამდე იყო ნომერ პირველი პრობლემა, სწორედ აქციების დროს დაპატიმრებული ადამიანები საკუთარი ნების გამოხატვის გამო ხომ? აი ხა ხდება თუ არა თუნდაც რაღაცნაირად ყურადღების გადატანის მცდელობა არის თუ არა, სწორედ აი ასეთი საქმეების გასაჯაროებით. რაღაცეებს არჩევს და ესე ცდილობს ქართული ოცნება, რომ ახლა გაყიდოს რამდენიმე რამე, ხო? ანუ ერთი არის ის, რასაც თავაზობს საზოგადოებას, ხო, რომ ეუბნება, რომ გუშინ თუ ღირსებით ევროპისკენ მივყავდით, დღეს ევროპა თურმე აღმოჩნდა, რომ ჩვენ გვებძვის და უნდა რაღაცა თავგზა აგვირიოს და თურმე საშინელება ყოფილა და იქ აღარ გვინდა და სადღაც სხვაგან გვინდა. ეს არის ერთი მასი პროპაგანდისტული ხაზი. მეორე ეს არის, რომ კორუფციასთან ბრძოლა გამოაცხადეს და ვითომ რაღაცა ქვეყნის ინტერესებისთვის იბრძვიან. და მესამე არის, რომ იბრძვიან რაღაც ტრადიციული ღირებულებებისთვის, ერის გაჯანსაღებისთვის, ნარკოტიკების წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს მიმართული არის მათი პარტიული კონტროლის გასაძლიერებლად ქვეყანას. მათ ხელი აქვთ მათ ჩაიგდეს ხელში სახელმწიფო აი სუფთა ბანდიტური მეთოდებით, ძალადობით, მოსყიდვით, დაშინებით, მოქმედებით, რეპრესიებით და ასე შემდეგ. და ეხლა ცდილობენ რომ ადამიანებმა დაიწყოს სხვა რამეზე ფიქრი, მაგრამ მე არ მგონია რომ ამით ეხლა ვიღაცა მართლა იჯერებს იმას, რომ აი 12 წლის მერე ახლა დაიწყეს კორუფციასთან ბრძოლა. არ მგონია რომ ვინმე იჯერებს იგივე იმ ზღაპრებს ევროკავშირთან დაკავშირებით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი გამოდიოდა რამდენიმე წლის წინ და ამბობდა რომ სოფლიოში ევროკავშირზე მაგარი რაღაცა არავის არ მოუგონია, ხო? აი მედიაში ვარ და ამის კადრები და ჩანაწერები და არქივები არსებობს და დღეს ეს ხალხი ამბობს რომ იქ თურმე ძალით სქეს გვიცვლიან და კაცი რო შევა ევროკავშირში იქ და რაღაც სხვანაირი ვიღაც გამოვა, ხო? და აი ესეთი აბსურდით ყვებავენ საკუთარ მხარდამჭერებს. მე იცით აი ძალიან ტრაგიკულად მივიჩნევ იმას რომ ქართული ოცნება ასე ეპყრობა იმ მოქალაქეებს, რომლებიც შეიძლება მას მხარს უჭერენ ხა. ხო, მაგრამ იგივე მოქალაქეებს თუ ეტყვიან, რომ აი ნახეთ, ჩვენ დაუნდობლები ვართ და შესაბამისად თანაბარი სამართლიანი მიდგომა გვაქვს, როგორც ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების, ასევე მაგალითად ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან, ვინც კანონს არღვევს, ყველა პასუხი უნდა აგოს და ჩვენ მათ დავაბრუნებინებთ თავის დროზე თქვენთვის მოქალაქეებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოპარულ ფოსტ. ჯერ ხომ არ მომხდარა ასე ეგრეთ წოდებული დიდი კვანძის გახსნა, რის მოლოდინიც ოპოზიციას აქვს. ოპოზიცია ამბობს, რომ თუნდაც აი მთავრობის სამინისტროში განხორციელებული დაჭერები გავს იმას, რომ ყულფი ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო ვიწროვდება. გაქვთ ამის მოლოდინი, რომ ეს დიდი კვანძის გახსნა შესაძლებელია დროშის სწორედაც რომ საარჩევნო ან წინა საარჩევნო პერიოდს დაემთხვეს. ეხლა ყულფი ღარიბაშვილის გარშემო ვიწროვდება ჯუან შერბურჭულაძის თუ ვინმე სხვის გარშემო პრინციპულად ამას ამ ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ყულფი პრინციპში ვიწროვდება ქართული ოცნების გარშემო და ეს უფრო მნიშვნელოვანი რა. ეს ყველაფერი ახლა რაც ხდება. ეს ხომ იმის შედეგია რა ვითარებად შეიქმნა ქვეყანაში, მათ შორის იმ რაღაც ნაბიჯების და იმ დანაშაულებრივი გადაწყვეტილებების გამო, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო. ხო, არჩევნების მოპარვა, ძალადობა და ამ შემდეგ ამის მერე აღმოჩნდა იზოლაციაში, სანქციები ქვეყნის შიგნით ამხელა, პროტესტი, პოლიტიკური პატიმრები და სხვა და სხვა. ხო, აი ეს ყულფი ვიწროვდება და ეს იწვევს შიგნით რა თქმა უნდა ამ კლანებს შორის გამძაფრებულ ბრძოლას, მაგრამ
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე არ მგონია, რომ ვინმე ქართული ოცნების მხარდამჭერი ახლა ფიქრობდეს, რომ ეს ყველაფერი კეთდება, იმიტომ, რომ აი 12 წელი ამ პარტიის ხელში არის ამ ქვეყანაში ყველაფერი. განა ეს პარტია არის რაღაც კოალიციურ ხელისუფლებაში, რომელსაც ხელი არ მიუწვდება მაგალითად საგამოძიებო სტრუქტურებზე, სადაზვერვო ინფორმაციას და ვინმე სხვა პარტია აკონტროლებს ამას. არა, ერთპარტიული სისტემა აქვს, აბსოლუტური წალენჯიხის გარდა მთელი ქვეყანა არის ამათ ხელში. და ეხლა პროკურატურა, სუსი, შსს, საგამოძიებო ინსტიტუტები, ყველაფერი და ვინ დაიჯერებს ეხლა იმას, რომ დღეს აღმოაჩინეს არა, დღეს არ აღმოაჩინეთ კორუფცია, დღეს გამძაფრდა მათ შიგნით წინააღმდეგობა და ურთიერთდაპირისპირება, იმიტომ რომ ძალიან არასწორ გზას დაადგნენ და შიგნითაც ეს იწვევს რყევებს, იზოლაცია, სანქციები, კიდევ უფრო მეტი სანქციები, რაც მოდის, ვითარება რომ ამ ადამიანებს გარეთ აღარ გამოესულებათ. და ადამიანებს ვეღარ ხვდებიან და ვეღარ ესაუბრებიან. ის ვითარება, რომ აი მოსამართლეები და ის სრულმოწმეებიც კი, რომლებიც მიყავდათ სასამართლოში, რომ ხელი დაედოთ, იმათაც კი უჭირთ ამ გადაწყვეტილებების მიღება. ხო, ნიკა გვარამიამ დაწერა ცოტა ხნის წინ, რომ დიდი დავით არაბაა სასამართლოშიო, მოსამართლეებმა მასობრივად დაიწყეს პოლიტიკური დაკვეთების გაპროტესტება, ანუ რაიმე ასე ვთქვათ, ინფორმაციას ფლობთ რის საფუძველზეც, აგერ ციხიდან აკეთებს პოლიტიკური ლიდერი განცხადებას და ალბათ თქვენ უფრო მეტი უნდა იცოდეთ თავისუფლებაზე მყოფებმა. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ არანაირი სპეციალური ინფორმაცია არ ჭირდება იმას, აი თუ წარმოიდგენ საკუთარ თავს რომელიმე აი ამ ცრუ მოწმის ან თუნდაც მოსამართლის ადგილს. გაპროტესტებას შედეგიც უნდა მოყოს, ანუ შედეგში უნდა აისახოს. ჩვენ უნდა ვნახოთ გამამართლებელი განაჩენები. ამ ეტაპზე ვერ აისახოს, უნდა ვნახოთ გადაიდო რამდენიმე განაჩენის გამოცხადება. ეს შეიძლება ამაზეც მეტყველებდეს. შეიძლება ამაზეც მეტყველებდეს, მაგრამ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს ადამიანები, ამ ადამიანებმა კარგად იციან, რაზე აწერენ ხელს. ეხლა ასეთ რამეზე რომ აწერ ხელს, შეუნდა იყო დარწმუნებული იმაში, რომ ვინც ამაზე ხელს გაწერინებს, არის უძლეველი. რომ მას არაფერი არ ემუქრება იმ რეჟიმს, რომელსაც შენ აი უდანაშაულო ადამიანს, ვის გამოც ციხეში სვავ და ვისაც ხელსადებ, რომ ეს კაც ციხეში და ჩაჯდეს, ესეთ რამეს რომ გაკეთებინებე, შეუნდა იყო აბსოლუტურად დარწმუნებული იმაში, რომ ის გაიმარჯვებს და პასუხისგება არ მოგვიყვება. მე არ მგონია, რომ ამ შექმნილ ვითარებაში, მით უმეტეს ისეთი ადამიანები, ვინც ამ საქმეში არიან ჩართული, რომელიც არიან გაწაფულნი იმაში, რომ იცოდნენ საიდან უბერავს ქარი, როდის რა შეიძლება შეეცვალოს, რომ ახლა არიან ძალიან მშვიდად და ამბობენ იმას, რომ გარანტირებული მშვიდი ცხოვრება ექნებათ. არავინ მათ პასუხს არ მოთხოვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს სისტემის შიგნიდან რღვევას, რისი მოლოდინიც არაერთ ეტაპზე ჰქონდა ოპოზიციას და სისტემა რომ ჯერ მდგრადობას ინარჩუნებს, ამაზე მეტყველებს თუნდაც ხაბეიშვილის ინიციატივა, რომ მოდი გადმოვიბიროთ მაღალი თანამდებობის სამართალდამცავები, განსაკუთრებით იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე საუბარი და დავპირდეთ 200,000 ლარს. დოლარს. აი რა მოვიდა თორნიკე რიჟვაძეს. ეს ხომ ზუსტად იმის მაგალითია, რომ არა თუ რღვევა და პრობლემებია ამათ შიგნით, არამედ ტყვიებს ისურიან. ხო? ეს ყველაფერი ოდესმე გაირკვევა მართლა, მაგრამ ეს არ არის მონოლითური სისტემა, ეს არ არის სისტემა, რომელსაც პრობლემა არ აქვს. და ეს სისტემა ყოველთვის შეეცდება მოქალაქეები დააჯეროს იმაში, რომ ისინი არიან ძალიან ძლიერი, აი ბოლო დღემდე ისინი შეეცდებიან ამაში დააჯერონ და ასევე დააჯერონ მოქალაქეები იმაში, რომ აი ბრძოლას აზრი არ აქვს, შენ არა შენ სიტყვას აზრი არ აქვს, შენ ხმას აზრი არ აქვს და ასე, მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან დიდი აზრი აქვს. სასამართლოში მისვლას, ამ მოსამართლეებისთვის თვალებში ყურებას ძალიან დიდი აზრი აქვს, რომ იმათ იცოდნენ რა ხდება. რუსთაველსაც ყველაფერს აქვს ძალიან დიდი აზრი. ამიტომ ეს არ არის ჯერ კიდე გენერალური პროკურორის ამერიკაში გაქცევით დავიწყოთ. მერე მივყვეთ რამხელა გადანაწილებები მოხდა შიგნით, ხო? ეს ყველაფერი რაც ხდება, ეს ხო არ არის მონოლითური სისტემა, ეს არ არის შეკრული გუნდი, ეს არ არის ერთიანი გუნდი. ერთიანი გუნდი რუსთაველზე დგას, ერთიანი გუნდი არის წინააღმდეგობაში, ერთიანი გუნდი არის იმ ადამიანებში, რომლებიც არ მიდიან კომპრომისზე ამ სისტემაზე. ესენი არიან დროებითი სარგებლის გარშემო გაერთიანებული მომხვეჭელი ადამიანები, რომლებმაც ეხლა დაინახეს, რომ რაღაც ქარები ცოტა აირია
რაღაცეები აღარ არის ისე როგორც ხდება და დაერივნენ ერთმანეთს რა. აი ეს არის რეალური ერთიანობაზე ოპოზიციაში და პროტესტის მონაწილეებს შორის ამაზე მოგვიანებით კითხავთ, თუმცა მანამდე მაინტერესებს თქვენი ასე ვთქვათ მოლოდინები ქართული ოცნების მერობის კანდიდატთან დაკავშირებით. დღეს ერთი უცნაური რამ მოხდა, ნახეთ ლევან მახაშვილი, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატია, გამოვიდა და თქვა რომ კი კალაძეს აქვს გამოხატული ინტერესი რომ კიდევ ერთხელ იყოს მერობის კანდიდატი, თუმცა დაველოდოთ პროცედურების დასრულებას, რეალურად არის იმის შესაძლებლობაც რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს. შემდეგ ძალიან მალევე თქვა რომ რეალურად კაკალაძე არის ერთადერთი და ალტერნატივო კანდიდატი და ამ ყველაფერს მის განცხადებას უწოდა ჟურნალისტების მიერ შეგნებულად მისი სიტყვის აზრის დამახინჯება და თითიდან გამოწვეული სპეკულაციები. ანუ ფიქრთ ამას მოყვა შემდეგ ქართული ოცნების პოსტერი, ხო, რომელიც ვნახეთ 200-როვანია ეს პოსტერიც თავისი შინაარსით. ანუ როგორ ფიქრობთ, ქართულ ოცნებაში მერობის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით მართლაც რაიმე ხდება თუ მახაშვილის განცხადება იყო წამოწდენა? იცით რა არის, აი ერთი რამ არის, რაც ჩვენ ძალიან მიგვაჩვიეს და ეს ძალიან სამწუხაროა პოლიტიკოსების მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებები და ყოველთვის სხვაზე რაღაცის გადაბრალების ცდელობა. აი რა სტანდარტია, ხო? აი ხო შეეძლო ამ ადამიანს ეთქვა, რომ აი რაღაცა ვერ დავწერე ნათლად, რაც მინდოდა და სინამდვილეში არა, ადგა და ჟურნალისტებს დაგაბრალათ. რაღაცა რაც თეთრი და აი ეს თვითონ ჩვეულებრივი ამბავი გახდა რა ამათ ხელში, რომ ადამიანი გამოვა რაღაც სისულელე სიტყვის, რაღაცა შეუთანხმებელს თუ წინააღმდეგობრივს რა მნიშვნელობა აქვს და მე იმას კი არ იტყვის პატიოსნად. რომ რაღაცა აი რა მოხდა ხო ყველას მოსული არა მოდის და გაბრალებთ თქვენ ადამიანებმა რომლებმაც თეთრზე შავი დაწერილი რაღაც წაიკითხეთ და სიტყვით გადაეცით საზოგადოებას ეგ ერთი რა ეს სტანდარტი მორალური ამათი არის აი უკიდურესად დაბალი რა მეორე რაც შეეხება ამ მერის საკითხებს რა გადაწყვეტილებას არ უნდა მიიღონ ვინც არ უნდა დაასახელონ ეს არანაირად არ შეცვლის იმ რეალობას რომლის წინაშეც ქართული ოცნება დღეს დგას რა კალაძე იქნება ეს ბიძინა ივანიშვილი იქნება თვითონ თუ არ ვიცი ვინ შეიძლება კიდევ ერთი ბზარი გაჩნდება თუ ჩვენ დავინახავთ რომ მათი ფავორიტი ამ არჩევნებზე არ იქნება კახა კალაძე ხო ეს არ შეცვლი ხო ეხა ეგრე ბევრი დანაკარგები აქვს ჩიგნითაც ხო ერთ და ეს ბრძოლა და ადამიანზე რომელიც 2012 წლიდან სათავეებთან იდგა ქართული ოცნების ერთ-ერთი პოპულარული ლიდერია მაგრამ ხა პოლიტიკურ თანამდებობებზე პარტიულ თანამდებობებზე და პოლიტიკურ თანამდებობებზე აღარაფერს ვაუწყობ და გავლენაზე თუმცა იმ პირობებში როდესაც არანაირ ეხა ბიძინა ივანიშვილმა რო გამოიყვანოს ცხენი კანდიდატად როგორც კალიგულამ დანიშნა სენატში თავის წარმომადგენლად ხო და თქვას რომ აი ეს უნდა იყოს ჩემი წარმომადგენელი დაწერენ იმ რიცხვებს რაც უნდათ მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ ექნება რა ხო არანაირი ამიტომ ეხა კი ეს ხო არ იქნება შეჯიბრი ეს არჩევნები ეს არჩევნები არ იქნება შეჯიბრი ამიტომ ამ პოპულარობას არ აქვს უფრო სხვა საკითხებს შეიძლება კონდეს მნიშვნელობა ამიტომ იმას რომ ქართულ ოცნებას არ აქვს არც მორალური არც საშინაო და არც საგარეო ლეგიტიმაცია ვერანაირი კანდიდატი ვერ შეცვლის ვერანაირი კანდიდატი რიცხვებზე გამახსენდა მაშინ ამასაც კითხავთ რადგან სიტყვა მოიტანა ვნახეთ რამდენიმე დღის წინ გორბის კვლევა სადაც გამოკითხულთა 56% ხვალ რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები 56% ხმას აძლევს ქართულ ოცნებას, მეორე და მესამე ადგილზე არიან 10%-ით თუ ცოტა მეტით ლელო და გახარიას პარტიას. ხო შორის წინა სხვა კვლევებისგან განსხვავებით დაწინაურდა ეს ორი პარტია, რაც ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას კატეგორიულად არ ეთანხმება თავის მიზეზებს ხედავს, ისინი ამბობენ, რომ ქართული ოცნება ახლა ცდილობს, რომ ეს ორი პარტია გახარია ლელო სისტემურ ოპოზიციად აქციოს და შემდეგ უკვე საპარლამენტო არჩევნებში მათი დახმარებით, მათ შორის საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვონ. თავად არჩევნებში მონაწილეობ პარტიებმა სულ სხვა რამ დაინახეს ამ კვლევაში, ისინი ამბობენ რომ ქართული ოცნება ყველა ვარიანტში აპირებს დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები. იქნება არის მათ მოლოდინებში ლოგიკა? მე დარწმუნებული ვარ რომ ქართულ ოცნებას ახალი არჩევნების დანიშვნაც მოუწევს. პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც მოუწევს და ძალაუფლების დათმობაც მოუწევს. ოღონდ ეს მოხდება არა ადგილობრივ არჩევნებთან არჩევნებად წოდებული რაღაცა ფარსის შედეგად. არამედ აი პრინციპული წინააღმდეგობის, სახალხო წინააღმდეგობის შედეგად
რომელიც გაშლილი არის მთელ ქვეყანაში. ეხლა ქართული ოცნებისთვის გორბი არ ცდება, მათ რო კითხო. ანუ ისინი ცდილობენ ხოლმე დადონის შედეგები, რასაც წინასწარ ამზადებენ საზოგადოებას ამ გორბის კვლევების საშუალებით. და ამ პარტიებს უბრალოდ ეს აჩვენეს და უთხრეს აი ამდენს დაგიწერთ რა. გინდა, არ გინდა და ნუ გინდა. ეგ არის რა, არაფერი. ამიტომ რა თქმა უნდა ეს კვლევაც ისევე როგორც ეს ქართული ოცნების მთელი ეს შარადა, რომელსაც ყვებიან ყოველდღიურად, არ ცulis რეალობას. ანუ ჩვენ აი სიფხიზლე არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა გადავყვეთ ხოლმე ამ ჰალუცინაციებში, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად გვთავაზობენ, ხო? რეალური პრობლემები რა არის, რეალური ვითარება რა არის და არ უნდა დაგვაბნიოს იმ დეზინფორმაციამ, რომელიც მაშინ გვითხარით მაშინ რეალური ვითარება ოპოზიციურ ფლანგზე რა არის? ანუ იმ 8 პარტიას და წინააღმდეგობის მოძრაობას გულისხმობ, რომელიც თქვენ თქვით, რომ აი თუ კი სადმე არის ერთიანობა არის აქ, რომ გაშლილია მთელი ეს წინააღმდეგობის მოძრაობა მთელი საქართველოს მასშტაბით. თუ ასეა, მაშინ ციხეში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე რატომ ხედავენ გაერთიანების აუცილებლობას? დღეს კიდევ ერთი წერილი გამოაგზავნა, უკვე რიგით მესამე გიორგი ვაშაძემ, სადაც პროდასავლურ პარტიებს კიდევ ერთხელ სამოქალაქო მოძრაობას, საპროტესტო ჯგუფებს კიდევ ერთხელ სთავაზობს, რომ დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, სადაც ერთიანობა ნიშნავს საერთო ბრენდს და ერთიან ფრონტს ივანიშვილის წინააღმდეგ დრო აღარ იცდის, ხალხი ჩვენს გაერთიანებას ითხოვს. თუ ასეთი მოთხოვნა და დაკვეთა არის გაერთიანების ხალხისგან, კიდევ ერთხელ ვამბობ, საერთო ბრენდის და ერთიანი ფრონტის შესახებ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით. რატომ აგვიანებთ რეაგირებას? ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ ეს მთელი ეს არ არის ახალი, ამაზე ბევრჯერ გულაპარაკია მანამდეც, სანამ თქვა გიორგიც თავისუფალი იყო და სხვაებიც და ეს ერთიანობისკენ მსვლელობა და შრომა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი, რომლისკენაც აი ხა ჩვენ თუ შევხედავთ, სად იყო ეს წინააღმდეგობის მოძრაობა რამდენიმე თვის წინ, სად არის ახლა, როგორ ვითარდება ეს დინამიკა, ამას დავინახავთ. რეალურად უკეთესი კოორდინაცია გვაქვს თუ არა გვაქვს ერთმანეთში, ნამდვილად გვაქვს პოლიტიკურ პარტიებს. გვაქვს თუ არა უკეთესი კოორდინაცია პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც პროტესტშია. კი, ნამდვილად ასეა. ან კონსულტაციები, რაზეც საუბრობს ვაშაძე, მიმდინარეობს, აი პასუხი რომ გავცეთ, ან თუნდაც ამ ფორმით, ხო? კი, ჩვენ რეგულარულად ლაპარაკობთ ყველა პარტია, მათ შორის ასევე სხვა ორგანიზაციებთან ერთად, როგორ იქნება უკეთესი მთელი ამ ბრძოლის წარმოება. ერთ ვერსიად განიხილება, ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანება სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით. ბუნებრივია, იმიტომ რომ გიორგი ვაშაძის პოლიტიკური პარტია ასევე არის ამ 8 პარტიის ერთობის მონაწილე და ეს არის მათი რატომ არ აქვს ინფორმაცია, იმიტომ რომ დღევანდელი წერილი წავიდეთ დროზე დავიწყეთ. კი ბატონო, ანუ გვიან მიდის ცნობები, ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ასეთი ტიპის კონსულტაციები მიმდინარეობს ამ თემაზე. ამის ნათელი მაგალითი იყო 19 ივლისის აქციას, რომელიც ძალიან მაღალი კოორდინაციის ხარისხით, ძალიან რთულ დროს, ივლისის ხვატში, ზაფხულის გაიმართა, კიდევ ბევრი სხვა რაც იგეგმება და რაც კეთდება. ამიტომ თავარი ის კი არ არის რაღაცეებს რა ფორმა ექნება. თავარი ის არის როგორი პოლიტიკური შინაარსი იქნება და რა შედეგებს მოგვიტანს ეს. რა თორე ჩვენ შეგვიძლია რაღაცას დავარქვათ, რაღაც სახელი და დავაწეროთ ერთი ლოგო, მაგრამ საქმე ვერ გავაკეთოთ. თავარია საქმე გაკეთდეს და ამ საქმისკენ მივდივართ. ხა ადამიანები, რომლებიც პატიმრობაში არიან, ბუნებრივია, მათ აქვს თავისი პერსპექტივა ძალიან დასაფასებელი და ძალიან მნიშვნელოვანი ამ ბრძოლის ერთგული და განსაკუთრებული მონაწილეები არიან ისინი და მათი პოლიტიკური პარტიები მათ პოზიციებს ამ დისკუსიაში ღირსეულად და სათანადოდ წარმოაჩენენ ყოველთვის. კი ბატონო, რა შეეხება წინააღმდეგობას, აი შეგიძლიათ გითხრათ, ახლა რა ეტაპზე ხართ, იმიტომ რომ თქვენგან არაერთი ინიციატივა მოვისმინეთ, მათ შორის უნდა ჩამოყალიბებულიყო რეგიონებში მოქალაქეებისგან შემდგარი წინააღმდეგობის ჯგუფები. ჩამოყალიბდა თუ არა ასეთი ჯგუფები და რას აკეთებენ? მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ გამოვაცხადეთ რეგისტრაცია აი ამ წინააღმდეგობაში მოქალაქეების რო თავისი წვლილი შეიტანონ და იმაზე მეტია გამოხმაურება და იმაზე ძლიერი არის ტალღა, რომელიც წამოვიდა, ვიდრე მე თვითონაც ველოდი. უამრავი ადამიანი რეგისტრირდება იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ ყველაფერში. ხა კონკრეტული რიცხვი შემიძლია გითხრათ რამდენიმე ხანში, იმიტომ რომ ბოლო მონაცემები არ მინახავს, მაგრამ აი მართლა ჩემ მოლოდინებსაც გადააჭარბა. ის როგორც 19 ივლისის აქცია ძალიან ცოტა ადამიანს ველოდი გამომდინარე ყველაფერი იქიდან, ხო? გეგმავთ კიდევ სხვა ქალაქებში
მოქმედებას და ასე ვგეგმოთ კიდევ ახალი ფორმების შემოტანას ამ აი რა ახალი ფორმების ან თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით რომ რუსთაველის გამზირზე უნდა შეიქმნას ალტერნატიული სივრცეები და იქნებ უფრო მეტი გითხრათ რა ტიპის ალტერნატიულ სივრცეებს გულისხმობთ. კი, მე ამაზე სიამოვნებით საუბრობ ყოველთვის და ახლაც ამაზე შემიძლია კიდევ მეტი ვთქვა. მე ვფიქრობ, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ პროტესტს უნდა შევუწყოთ ხელი და საპროტესტო მსვლელობები იქნება თუ რაიმე სხვა, კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ. ერთ-ერთი რამ, რაც დავიწყეთ, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის საზოგადოებასთან რეგულარული შეხვედრები და საუბრები აი ამ 8 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის, რომ ადამიანებმა მხოლოდ ტელეეთერიდან კი არ მიიღონ ინფორმაცია პოლიტიკური პარტიებისგან, არამედ უშუალო კონტაქტი შეძლონ მათთან და პირდა ამისთვის საუკეთესო საშუალება თბილისში ნამდვილად რუსთაველის გამზირია, იმიტომ რომ იქ შეგიძლია იქ ჩვენ დგავართ და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოვიდეს და საკმაოდ უხერხული და კრიტიკული შეკითხვები დაგვისვას და ჩვენც ვუპასუხებთ და ჩვენ პოზიციას ვეთქვით, ხო? გარდა ამისა, მე ვფიქრობ, ეს არის თავისუფლების მოედნის პოზიცია და ამაზე გვაასწრო გვექნება კიდევ კონსულტაციები სხვაგან, რომ სხვა პარტიებთან, რომ ჩვენ ასევე უნდა ავირჩიოთ ჩვენი წარმომადგენლები იმ ქალაქებში, იმ დიდ ქალაქებში, ან შედარებით პატარა ქალაქებში, სადაც ეს წინააღმდეგობის მოძრაობა იქნება აქტიური. არჩევნები როგორ უნდა ჩაატაროთ? არჩევნების ჩატარება შეგვიძლია მრავალი მეთოდის გამოყენებით, ციფრული მოდელების გამოყენებით, პირდაპირი დემოკრატიის მეთოდების გამოყენებით. და რას გააკეთებენ ეს თქვენი წარმომადგენლები? ეს ადამიანები იქნებიან წარმომადგენლები ამ ბრძოლაში, იქნებიან ორგანიზატორები, იქნებიან გადაწყვეტილების მიმღებები და ეს ადამიანები ასევე იქნებიან ის ლიდერები, რომლებიც სხვადასხვა ადგილებზე გაუძღვებიან კიდევ აი ამ ბრძოლას. ამ პროცესში ბევრი ახალი ლიდერი დაიბადა და კიდევ ბევრი ახალი ლიდერი დაიბადება. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, რაც ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე, რომ აი ძალიან ხშირად დღეს ხედავ შედარებას დღევანდელი პოლიტიკური კლასისა წინებთან და სხვა წარმატებული ლიდერების მაგალითები ხშირად მოყავთ ადამიანებს და ამბობენ რომ აი ვთქვათ ის ასე მოიქცეოდა ეს ასე მოიქცეოდა ასე მაგრამ ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ყველა წარმატებულმა პოლიტიკურმა ლიდერმა ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული ბოლო დრომდე ხო გაიარა პოლიტიკური გზა გაიარა პოლიტიკური სკოლა ციდან კი არ ჩამოვარდნილან მათაც უამრავი შეცდომა დაუშვეს მათაც მიიღეს წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებები მაგრამ რა განასხვავებს კარგ ლიდერებს ცუდი ლიდერებისგან ისინი სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე წარუმატებლობის მერე წელში სწორდებიან და ბრძოლას აგრძელებენ და ამ ბრძოლაში ბევრი ასეთი ლიდერი გამოჩნდა და კიდევ უფრო მეტი გამოჩნდა. მადლობა ლევან ცუცქირიძეს თავისუფლების მოედნის ლიდერს უსმენდით ხვალისთვის ჩაინიშნა საქალაქო სასამართლოში თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ხაინდრავას ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ვლადიმერ ღუდუშაურისა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმის ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი სახელმწიფო ბრალდების პოზიცია ცნობილია პროკურატურა ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენებას პატიმრობას მოითხოვს ჯერჯერობით უცნობია რა პოზიცია ექნება დაცვის მხარეს საინტერესოა ისიც რომ ვლადიმერ ღუდუშაური დუმილის უფლებით სარგებლობს ვასილ მხეიძე ბრალს არ აღიარებს რაც შეეხება გიორგი ხაინდრავას მისი პოზიცია ბრალთან დაკავშირებით უცნობია ვინაიდან დაკავებულის ადვოკატი ჟურნალისტებთან არ კონტაქტობს ოპოზიციას აქვს მოლოდინები რომ კვანძის გახსნამდე არც ისე ბევრი დიდი კორუფციული კვანძის გახსნამდე არც ისე ბევრი დრო რჩება ანა წითლეძე ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი შემოგვიერთდა ანა მოგესალმებით მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის ამ თემით დავიწყებდით თქვენთან საუბარს ხოლმე შორის თქვენმა თანაგუნდელმა ლევან ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ქარსელაძეს რომელიც ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი იყო 150 მილიონის შეგროვება დაავალა ანუ ეს ნიშნავს თუ არა იმას რომ შესაძლებელია მალე ქარსელაძესაც რაღაცა მსგავსი პრობლემები შეექმნას. ქარსელაძე მოგესალმებით, მადლობა შესაძლებლობისთვის. ქარსელაძესთან მისულები არიან უკვე. ქარსელაძე არის ერთ-ერთი ვისაც თხოვენ ამ ფულის უკან დაბრუნებას. ეს კომუნიკაცია ჩვენი ინფორმაციით გუშინ ჰქონდათ უკვე ქარსელაძესთან, როდესაც მას კონკრეტული ვადა განუსაზღვრეს და უთხრეს რომ ამ ვადის ფარგლებში უნდა მოიტანოს ეს თუ არა და მოუვა ზუსტად იგივე რაც მოვიდათ ახლა ბურჭულაძის გარემოცვასთან მოვიდა რიჟვაძეს ასევე.
მაგრამ არა მხოლოდ ქარსელაძე, ეს მივა ყველასთან, ვინც აღიქმებოდა როგორც ირაკლი ღარიბაშვილის კადრი, იმიტომ რომ რეალურად აი ეს ეხა წრე, სადაც ვიწროვდება ეს ყველაფერი მიდის ირაკლი ღარიბაშვილთან, იმიტომ რომ ყველა ეს ადამიანი იყო ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის წევრი. რეალურად ხდება მტკიცებმათი საშუალებით ხდება, არ ვიცი, ბრალდებისთვის მტკიცებულებების შეგროვება ღარიბაშვილის წინააღმდეგ, ესე უნდა გავიგოთ. ყველაფრით მიდიან ღარიბაშვილთან, როგორც მთავარ ადამიანთან, რომლის გავლენის ქვეშაც იყვნენ ეს ადამიანები და მთავარი მოთხოვნა მათ, ნუ კალაძე კიდე ცოტა სხვა кейსია ამ ყველაფერში, მაგრამ ბურჭულაძესთანაც მოხდა თავდაცვის მინისტრთან და მე მინდა აღვნიშნო, რომ ნაციონალურ მოძრაობას არაერთი განცხადება უკეთებია კონკრეტულად ბურჭულაძის მინისტრობის პერიოდში კორუფციულ გარიგებებზე თავდაცვის სამინისტროში, მათ შორის როდესაც ის პარლამენტში მოდიოდა ანგარიში ჩვენ ამ კორუფციულ გარიგებებზე მას ველაპარაკებოდი და მე მახსოვს მაშინ როგორი იყო თვითონ უმრავლესობის წევრების პოზიცია, როგორ იცავდნენ თავგამოდები და როგორ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ მაშინ ოპოზიციას თითქოს ჩვენ ტყუოდით, მაგრამ რეალურად ნახეთ, რომ თურმე კორუფცია ყოფილა და თურმე ამაზე არავინ არ იცოდა. ნახეთ, ამ ადამიანების საშუალებით გადიან ღარიბაშვილზე თუ ის ვერსია უფრო სარწმუნოა, რომ ამოღებული აქვთ ყველა ოფიციალური დოკუმენტაცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით და რეალურად ამ დოკუმენტაციას სწავლობენ. არა, ნახეთ, ერთი მეორეს რას უშლის ხელს. ერთი ის ანუ კორუფცია და მოპარვა ხელმოწერილი დოკუმენტების გარეშეც იპარავენ კოლცენტრებიდან ახლა იმდენს იპარავენ და ეს ერთ-ერთი ვინც დააკავეს თავდაცვის სამინისტროში ახლო ნათესავი რომელზედაც საუბრობენ ეს არის ადამიანი რომელიც კოლცენტრების ერთ-ერთი მთავარი ადამიანი იყო ორგანიზატორი ამ კოლცენტრების რა თქმა უნდა ბურჭულაძის დავალებით და ხელშეწყობით ისე არ ხდებოდა მაგრამ ხელმოწერის გარეშეც მე ვამბობ კიდეც რომ აი ის რა ბრალდებაც ახლა წაუყენეს იქ 1,300,000-ია საუბარი სატენდერო პირობების მორგება. ეს არის ყველაზე პატარა დანაშაული კი და მოპარული თანხაც კი, რაც შეიძლება უბრალოდ იმ პირობებში, რასაც ქართული ოცნება იპარავს ეს მოძებნა, იმიტომ რომ საუბარი არის მილიონებზე და მილიარდებზე. ერთი არის რომ აი ტენდერებიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან იპარავენ, ამას და ტენდერებს არგებენ პირდაპირ კონკრეტულ კომპანიებს და თავად კომპანიებს და მეორე არის ასევე მათი ძალიან დიდი შემოსავლები აი ამ ნარკობარიგებით, კოლცენტრებით, რომელსაც ხელმძღვანელობენ და აღნიშნავ კიდევ რომ ის ერთ-ერთი ადამიანი, ვინც დაკავებულია ბურჭულაძის ახლო ნათესავის სწორედ ამ კოლცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, ეს ხმამტო მათ არ ჭირდებათ რაღაც დამატებითი დოკუმენტაციის ამოღება ღარიბაშვილისგან. თუმცა ერთი მეორეს ხელს არ უშლის. აქ ახლა რა სამი ზნეა. ეს არის ღარიბაშვილი, ეს ბურჭულაძის და ამ ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ეს კვალი მიდის ღარიბაშვილთან. აქვე არის ასევე გომელაური. გომელაური არის კიდე ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, რომელსაც ასევე ათეულობით მილიონი დოლარის მოპარვას ედავება ბიძინა ივანიშვილი და არის ლილუაშვილი. ასევე. შესაბამისად, ყველა ამ ადამიანთან რეჟიმი მივა, მაგრამ აქ კიდე რა არის ყველაზე საინტერესო, ანუ მთელი 13 წლის განმავლობაში ჩვენ ქართული ოცნება გვიმტკიცებდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ იყო. და ყველაფერი, რაზეც ვლაპარაკობდით, ყველაფერი იყო ტყუილი და გადანაშაულებდა, რომ ჩვენ ამას ვიგონებდით და თურმე აღმოჩნდა, რომ 13 წლის თავზე, თავიდან ფეხებამდე ჩაფლულები არიან კორუფციაში და აღმოჩნდა, რომ 1 და 2 მილიონზე კი არ არის საუბარი. მილიარდობით კახა კალაძეს რასაც თხოვენ 800 მილიონს. ხო, კალაძეზე თქვი თქვენ რომ ცოტა კალაძის შემთხვევაში ცოტა სხვა кейსია. ის რაც დღეს მოხდა მახაშვილის განცხადებას და შემდეგ სიტყვის უკან წაღებას გულისხმობ, რომ კალაძეს კი სურს მესამეთ კალაძე ვიგულისხმე იმაში, რომ კალაძე როგორც ესე ღარიბაშვილის ტიპი ქართულ ოცნებაში არ მოიაზრებოდა, უფრო როგორც დამოუკიდებელ მოთამაშედ მოიაზრებოდა, რომელსაც ასევე თავისი გუნდის წევრი ყავს და კალაძემ თუ ეს თანხა არ მიიტანა, კალაძეს თავისი გუნდის წევრებით დაიწყებენ ზუსტად ისე როგორც დაიწყეს ახლა ღარიბაშვილთან. 8 მილიონზეა საუბარი. მილიონზე არის საუბარი. ხაბეიშვილის ინფორმაციას მოვიშველიებ. ხაბეიშვილი ამბობს, რომ თითქოს კალაძისგან მიიღეს პირობა, რომ ამ ფულს ნაწილ მიიღებს და ეს გადაწყევაც იქნება თუ არა ის ქართული ოცნების მერობის კანდიდატი. იგივე შეთანხმება შედგა ქარსელაძესთანაც და იგივე შეთანხმება და იგივე ინსტრუქციით იყო ჩასული მდინარეძე რიჟიოძესთანაც გრაფიკის გაწერაზე, როგორ უნდა რა ვადებში უნდა დააბრუნონ ეს ფული. და კიდევ ერთხელ რომ კარგად იცოდნენ საქართველოს მოქალაქეებმა რა ხდება ახლა. რეალურად ხდება ის, რასაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვამბობდით, რომ აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ საქართველოს თქვენ მოგპარეს ეს ფული, მე მომპარეს და საქართველოს მოქალაქეებს მოპარეს ეს ფული. ეს კი არ ადარდებს ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილისთვის მოპარვა არის ჩვეულებრივი ამბავი, ეს დაშვებული ნორმაა. ბიძინა ივანიშვილი აძლევს ქართულ ოცნებაში ადამიანებს მაფიოზური მართლობა ეს არის იმის შესაძლებლობას, რომ მოიპარონ, მაგრამ ბიძინას არ უყვარს, როდესაც მასზე მეც იპარავენ. შესაბამისად, ბიძინამ ჩათვალა, რომ აი ეს ადამიანები, ეხა კალაძე, ღარიბაშვილი, გომელაური
ბრაუნაური და ლილუაშვილი ამ ადამიანებმა ამ უფრო მეტი მოიპარეს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს ეს დაშვებული ჰქონდა. ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მის შავხულობას მოაკლდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ის დასანქცირებულია და ამ თავის 2 მილიარდზე წუწუნებს, შესაბამისად, ამან შეხედა, რომ მე 2 მილიარდი გამიყინეს ამერიკელებმა და ევროპელებმა და თქვენ აქ ჩემზე მეტ ფულს შოულობთ, ესე სადმოსულა ეს ყველაფერი და მიადგა თითოეულ ამ ადამიანს. და ეს უნდა იყოს ძალიან საგულისხმო, იმიტომ რომ ეს ხო არ არის არანაირი კორუფციასთან ბრძოლა, აქ ხო ეხა რა ხდება. აი ამ ხარიბაშვილის გუნდს ანაცვლებს კობახიძის გუნდი, რომელმაც ასევე იმდენივე მაგრამ იხსნის პასუხისმგებლობას მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე და მეტი შესაძლებელია ამ ასე ვთქვათ დაკავებებით მათ პოლიტიკური ქულების დაწერაც სადღაც ნახეთ ცდილობენ რომ პოლიტიკური არა მაგას ცდილობენ ზუსტად რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ მაგრამ გაუჭირდებათ პოლიტიკური ქულების დაწერა და გეტყვით რატო პირველი იმიტომ რომ რეალურად კორუფციასთან ბრძოლა რომ დავიწყოთ ახლა დღეს ჩვენ ვნახავთ ემა რომ ჩვეულებრივი მუნიციპალიტეტის შესყიდვების სამსახურის უფროსიც კი არის ჩართული მოპარვაში ანუ ეს რეპრესიები უნდა ჩავიდეს იქამდე, აი რიგითი ქართული ოცნების წევრი, სოფლის წუნებული რო არის და იქ ორსანტიის სოფლის წუნებული რო დააკავეს და ლენტეხის ჩვეულებრივი თანამშრომელი დააკავეს 20,000 ლარით ქრთამის აღებაზე. ეს ისე უნდა ჩავიდნენ, რომ მაშინ ქართულ ოცნებაში არავინ არ უნდა დარჩეს. ყველა დასაჭარი არიან საერთოდ. შესაბამისად ეს არ შედის მაგათ მიზანში. მთავარი ამბავი და ამიტომ უნდა ეს გარედან შევხვდონ რომ კორუფციასთან ბრძოლა, რომ მთავარი ამბის არის ის, რომ კობახიძე ახლა თავისი გუნდით რომელმაც ჩათვალა, რომელსაც არ ქონდა ისეთი მაღალი თანამდებობები ხა პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი იყო და პარლამენტის თავმჯდომარე იყო, როცა გადადგა, ხო? პარლამენტიდან თლად ესე ვერ იპარავ, ხა როგორც პრემიერ-მინისტრი შეგიძლია მოიპაროთ, თუნდაც ინფრასტრუქტურის მინისტრი შეგიძლია და ან ქალაქის მერს, ხო? პარლამენტის თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ესეთი პირდაპირ ხა ტყეების ჩუქება გვახსოვს ჩვენ, მე მაინტერესებს იმ ტყეებს თუ დაბრუნებენ და მათ შორის შალო ყაყუაშვილი იყო ერთ-ერთი, ვინც ამ ტყეების სკანდალში ფიგურირებდა, მაგრამ აქ როგორ არის, ანუ მილიონი მოპარვა მოსულა, მაგრამ აი როდესაც უკვე ათეულობით მილიონზე ადიხარ, აი ეს არის რასაც ახლა კობახიძის გუნდი ცდილობს რომ ამ ყველაფერს მოაჯდეს, გაწმიდოს, თან შეფუთოს კორუფციასთან ბრძოლას და თვითონ იყოს ამ ყველაფრის აი კალაძის საკითხი რომ ამოვწუროთ, ანუ რადგან გადახდის გრაფიკი ბრჭყალებში გაწერილია, ანუ გადაწყვეტილია, კალაძე იქნება ქართული. კალაძე არ თანხმდებოდა ამაზე დღევანდლამდე, მასაც ჰქონდა ის რომ ამდენი რატომ უნდა მოვიტანო, ის არ იყო ესე ვთქვათ წინააღმდეგი იმისი რომ და იქ ყველა არავინ არ უარყოფს ახლა რომ იპარავენ ყველა მიცის ეს ერთმანეთში უბრალოდ მან თანხებზე იყო საუბარი რომ უფრო ნაკლებს ითხოვდა ეს რაც ბიზნესმა არ გაითვალისწინა და მთელი ეს პერიოდი აი რო თქვეს რომ ერთი კვირით გადავდეთ ტექნიკური მიზეზის გამო მთელი ეს პერიოდი მიდიოდა ზუსტად ამაზე და კალაძე საბოლოოდ მოუწია ხა კალაძე მიცის რომ ბურჟუაზიას რაც გაუკეთეს ეს ისის რომ მისთვის არის ნიშანი რომ იგივეს გააკეთებენ თვითონ და კალაძის გარემოცვა თუ დაიწყეს არ დარჩება ზარქუადან დაწყებული არავინ ხა იმდენი ყავს იმდენი აქვს ნაკეთები ამიტომაც დღეს უკვე ამ გრაფიკის შედგენის შემდეგ და დათანხმების შემდეგ კალაძეს თან დაკავშირებით თითქოს საბოლოო ესე ვთქვათ გადაწყვეტილება ვერ ვიტყვი რომ მიღებულია იმიტომ რომ კალაძე ჯერ კიდევ ეშინია და ჯერ კიდევ არის ეს პოსტერიც ამას ნიშნავს ორაზროვანი ესეც ხომ მაგას ნიშნავს რეალურად კი იმიტომ რომ წინა თუ გახსოვთ წინა როგორ იზდადო ქართულმა ოცნებამ იქ იყო მარტო კალაძის სილუეტი ხო ანუ კალაძე თვითონ ხო არავინ არაფერი არ იცის იქ იციან რა სიტყვის ბიზინა ყველა არის მაგაზე დამოკიდებული ბიზინას უთხრეს ეხლა რომ კალაძე თანახმაა რომ ეს 800 მილიონი დოლარი გადაიხადოს გრაფიკის მიხედვით მაგრამ როგორი იქნება ბიზნეს ნებართვა ამ ქვეყანაში ეს არის არავინ არ იცის მათ შორის კალაძემაც საბოლოო სიტყვა მოკლედ ბიზინა ივანიშვილმა არის ბელაძე ხო ბიზინა ივანიშვილმა უნდა თქვას კარგი რაც შეეხება ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე მოვლენებს აქ რამდენიმე ნაწილად შეგვიძლია გავყოთ ხომ მიმდინარე პროცესები მოდი გორბის კვლევიდან დავიწყებ თქვენი კომენტარი იყო ნამდვილად არ ვწდები სადაც თქვენ თქვით რომ ეს არის სადაც ჩანს კვლევაზე ვიტყვი 2 სიტყვით 56% ქართულ ოცნებას ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს მეორე ადგილზეა თუ არ ვწდები ლელო მესამეზე გახარია ნუ ყოველ შემთხვევაში ქართული ოცნების შემდეგ სხვა კვლევებისგან განსხვავებით სადაც მეხუთე პოზიციებს ინაწილებდნენ ხოლმე თქვენი და კოალიცია ცვლილებების შემდეგ ახლა აღმოჩნდნენ დაწინაურებული თქვენი შეფასებით ეს არის გეგმა B რომელიც ქართულმა ოცნებამ ამოქმედა და ცდილობს აი ამ ორი პარტიისგან არჩევნებში მონაწილე პარტიისგან სისტემური ოპოზიცია შექმნას და შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში გარანტირებულად საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს ანუ
მესმის რატომ შეიძლება ჭირდებოდეს ქართულ ოცნებას ამ ორი პარტიის მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, რათა ამ არჩევნებს ლეგიტიმაცია შეძინოს, მაგრამ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ამ ორი პარტიის დახმარებით საკონსტიტუციო უმრავლესობა როგორ უნდა მიიღოს? მარტივად. მოდით ესე ახსნათ ნაწილ-ნაწილ გავყოფ, რომ სულად გიპასუხოთ. პირველი, ეხლა გორბის კვლევაზე აქ მე რო გვედავებოდნენ, რომ გორბის კვლევა როდის მე გახდა სარწმუნო, ჩვენ რუსეთს გითხოვს, რომ გორბის კვლევა სარწმუნოა და არც ჩემს პოსტში და არც ჩემს კომენტარში მე არ მითქვამს. გორბის კვლევა საერთოდ ამ ქვეყანაში არც ერთი კვლევა არ არის სარწმუნო. მით უმეტეს ეხლა გორბის კვლევა არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის კვლევა და ყოველთვის გორბმა რაც დადო, ზუსტად ის ციფრები დასვა CSGO. ნახეთ, ამიტომაც და არა მხოლოდ გორბის ამ ქვეყანაში არც ერთი კვლევა არ არის სანდო ძალიან მარტივი მიზეზის გამო. გორბს თავი დავანებოთ ამ წუთას, ვიცით რომ ბიძინა რასაც წერს. სხვა აქეთა ფლანგზე რა სტარტება ეს კვლევებიც, იმიტომ რომ კვლევა ყოველთვის იძლევა ძალიან ბევრი манипуляციის შესაძლებლობას და გარდა ამისა, კვლევები არსად არ არის რელევანტური განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიების რეიტინგის ნაწილში. არასოდეს, როდესაც რეჟიმი მართავს ქვეყანას. არ არსებული ამბავია ეგ. რა იყო ამის მიზანი, ხო? რამდენიმე მნიშვნელოვანი რაღაცა იყო. პირველი, რაში დაჭირდა ეხლა ამ კვლევის გამოყენება და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაში დაჭირდა ბიძინა ივანიშვილს, რომ აი ეს კითხვა ჩაესწრო. ამაზე ხო აი ფიქრებდით ალბათ. ელისაშვილი ამბობს, რომ ფაქტია, რომ ქართული ოცნება ფიქრობს საპარლამენტო არჩევნების მალე ჩანიშვნაზე. ეს დაინახა ელისაშვილმა. ნახეთ, ამიტომაც ხო ფაქტია, რომ ამ კითხვას ისე არ დასვამდა. ეს ამაშიც ხო დამეთანხმებით, რომ არც ამ კითხვას დასვამდა ესე და გორბი და იმედი ამას არ გამოაქვეყნებდა თუ ბიძინას არ უდოდა ეს, ხო? შესაბამისად, არაფერს ისე ბიძინა არ აკეთებს. რა შეიძლება ამის თავარი მიზანი იყოს? ამის თავარი მიზანი ჩემი აზრით და არ ვწდები ამაში დარწმუნებული ვარ და ამას პროცესი კიდევ უფრო კარგად ანახებს, არის ის, რაზეც ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვილაპარაკია. რა უნდა იყოს, ეხლა თქვენ რო დიქტატორი იყოთ, ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ დიქტატორი რო იყოთ, რა უნდა იყოს თქვენ, როდესაც ცუდათა გაქვთ საქმე, ხო? იქ სანქციებია, საერთაშორისო ამბები გაქვს, იზოლაციაში გაქვს, ლეგიტიმაციის პრობლემა გაქვს. უცებ აღმოაჩინე, რომ აქ შენი გუნდის წევრები შენ რო გაზარდე და შენ რო ესე მონებად აქცია ეს ხალხი შენზე მეციპარავდა. შესაბამისად, გაქვს ეს წინააღმდეგობაც ქვეყნის შიგნით. პოლიტიკური ლიდერები ვერ გატეხე და ციხეში წავიდნენ და კიდევ უფრო მეტად დაზიანდი. ეს ხალხი გავიგერო, ეხა იმდენი არ დგას რუსთაველზე, მაგრამ ყოველდღიურად იკრიბება და როდის რა აფეთქდება არ იცი. ვიზა ლიბერალიზაციის დედლაინი გაქვს აგერ 31 აგვისტოს, რამაც შეიძლება აფეთქება გამოიწვიოს პოლიტიკურ გულისხმობ, იმიტომ რომ 28-ში ეხა ყობახიძემ რო განცხადება გააკეთა, ვერ წარმოიდგენდა ხო ერთ ერთი პოლიტიკური პარტია, რომ შემდეგ ამდენი ხალხი გამოვიდოდა. შენი პოლიტიკური ოპონენტები უნდა გადმოიბირო იმ საფრთხეს, რომ პოლიტიკური სახე შეინარჩუნო. ნახე, რა უნდა გააკეთოთ? უნდა გააკეთო, გადმობირებაზე არ არის. უნდა გააკეთო ის, რომ შექმნა სისტემა ხელი შეუწყოს სისტემური ოპოზიციის შექმნას. და როგორი ახლა ეს სისტემური ოპოზიცია? ძალიან მარტივია. ბიძინა ივანიშვილს რის ეშინია? ბიძინა ივანიშვილს ეშინია იმისი, რომ თვითონ არ დაემხოს. რომ თვითონ არ მოუხდეს, თვითონ ეს ყველაფერი არ დაკარგოს, ქვეყნიდან არ ექცეს გასაქცევი, თავისი ქონება არ დაკარგოს და რეჟიმი არ ჩამოემხოს. ამის ეშინია. ბიძინა ივანიშვილმა იცის ერთადერთი, რომ ერთადერთი პარტია, ვისთანაც ის ვერასოდეს ვერ დაალაგებს და ვინც 13 წელია მუდმივად იძახის, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს, ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ის ერთიანი ნაციონალური მოძრაობას უყურებს როგორც პირად მტერს, ორი მიზეზის გამო. პირველი, ნაციონალური მოძრაობას ის ებრძვის, იმიტომ რომ ებრძვის თავისუფლების და ევროპული ინტეგრაციის იდეას და ნაციონალური მოძრაობა არის დღემდე თავარი ძალა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ყველაზე მყარად ამ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. ამიტომ იცის, რომ თუ ნაციონალურ მოძრაობას გაანადგურებს, ამ იდეას ასუსტებს და მეორე, მან იცის, რომ ის ვერ დაალაგდება ვერასოდეს ნაციონალურ მოძრაობასთან. ხო, შესაბამისად, მისი და თქვა ეს მან აი რო გახსნა საარჩევნო კამპანია, პირდაპირ თქვა, რომ მისი მიზანია აი ის რაც აქამდე ვერ გავაკეთე, ეხლა ვიზა. დაალაგება არ უთქვამს, მან თქვა, რომ გავანადგურებ. დაალაგებას საჯაროდ, მაგან თუ თქვა, რომ გამოვიდა რომ კოლექტიურ ნაცნობრობას, სადაც ასევე მოიაზრებოდა ლელოს და გახარიას პარტიაც. ნახე, ამაზეც ვიტყვი აუცილებლად. საჯაროდ ბიზინა მეგრო თქვას, მაშინ ეგ არ გამოუვა ისე. ამ საჯაროდ ამას არასოდეს არ იტყვის. ამის ნაბიჯებს ნახავ და მე საზოგადოებამ თვითონ უნდა შეაფასოს ეს ყველაფერი. რას გააკეთებდით თქვენ? გააკეთებდით ზუსტად ამას. ხო? იცის რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ვერ დაალაგდება, ვისთან შეიძლება დაალაგდეს ამ ყველაფერში, ხო? სხვადასხვა ეს ბიძინებს ცადა არაერთხელ. წინა საარჩევნოთ და მე ეს მithქვას და ეს ახლა თქვენ რაც ჩამეკითხეთ, მაგის პასუხიც იქნება. ძალიან ბევრ ადამიანს უბრალოდ დღეს ციხეში არიან და მაგიტო არ ვილაპარაკებ, მაგრამ ვისაც პირდებოდა იმას, რომ თავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი ექნებოდა ნაციონალური მოძრაობის ბოლო ფლანგზე გაწევის სანაცვლოდ, ყველას ადამიანს ბოლოს ციხეში ჩასვა.
ბიძინა ივანიშვილის სტილი ეს არის. გამოგიყენებს მისი მთავარი მტრის ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, მაგრამ ბოლოს აუცილებლად მაინც შენს მოგახსოვს. კარგად მითხარით, ანუ დღეს ვინც ლიდერები, რომლებიც დღეს საპატიმროში იმყოფებიან, წინა საარჩევნოდ და საუბარია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ბიძინა ივანიშვილმა სცადა დალაგება ქართული ოცნების ერთ კონკრეტულ კოალიციაზე, მე მგონი გასაგებია რომ კოალიციაზეც მე მილაპარაკია. მათ შორის ამაზე მილაპარაკია საჯაროდ, უბრალოდ დღეს თუ უფრო მეც ანუ გარამიესთან და მელიასთან ცდილობდა დალაგებას. ერთ ნახე რომ მოვჩე, თუ ამას თუ ჯერ კიდევ თქო უფრო მეტს არ ვლაპარაკობ ხოლმე, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან ციხეში, მაგრამ ნიკა გილაურის იქ ყოფნა სხვა არაფერს არ ნიშნავდა. ხეთ? ნიკა გილაური თელმა ქვეყანამიცის ვინ არის? ხო? ირაკლი გილაური ძმა, საქართველოს ბანკი. რომელიც არის სუჩ მამასაშვილის მარჯვენა ხელი და ერთ-ერთი სააკაშვილი რა შუაში აკეთებს იმის შემდეგ 13 წელი სიტყვა არ დაუძრავს სააკაშვილსა და კარგად იყო ამ ხელისუფლებასთან და მაგ ხელისუფლებასთან ერთად საოჯახო ბიზნესი აქვს ხა საქართველოს ბანკის სახით რა შუაში სააკაშვილი არა გავიხსენე ხო ეს ფაქტია მოცემულობა მაგრამ იყო ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი ეხლა კოალიციის ხა მე არ მგონია არის ყველაფერი შემთხვევითი მაგრამ რატომ მოვყევი ეხლა ეს ყველაფერი რომ ბიძინა ივანიშვილის მარტო აქ კი არა ამ კოალიციასთან კი არა მარტო 13 წლის განმავლობაში გასულები რო ნახო ნაციონალური მოძრაობის მეტნაკლებად და ამაზე საუბრის დროს აუცილებლად მოვა ღიად არავინ ისე არ გასულა ყველას ქონდა ილუზია რომ რაღაც ალტერნატივა შეიძლება ყოფილიყო რაღაცა პერიოდი ყველა ტივტივებდა თითქოს ნაციონალურ მოძრაობაზე ცოტათი უფრო მეტად ან შედარებით ნაკლებად მაგრამ ყველა ადამიანს ყველა ეტაპზე დაწყებული ევროპული საქართველოს ლიდერების გასვლით ნახე მე ზოგადად გულისხმევით ბიძინა ივანიშვილის ასე ვთქვათ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მათთან წარმოებული მოლაპარაკების შედეგი იყო გადაიბირა ივანიშვილმა ნახეთ ჩვენ მაშინ საერთოდ სხვა რაღაცაში გადავალთ ახლა მე ამის თქვენაც კითხვა დამისვით მაგის პასუხად თუ გინდათ იმიტომ რომ ეს ხა რასაც თქვენ მეკითხებით ეს არის ისეთი თემა რაც ერთი გადაცემა თუ მომიწევთ მე შეგვიძლია საერთოდ ცალკე ვილაპარაკოთ პოლიტიკური გადაბირებით ცდილობდა ნაციონალური მოძრაობის დასუსტებას წლების განმავლობაში ეს მაინც განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ცდილობდა ნაციონალური მოძრაობის დაშლას ყოველთვის ცდილობდა ნაციონალური რა თქმა უნდა ყოველთვის ცდილობდა სხვადასხვა გზით იქ ვიღაცას შეაშინებდა ვიღაცას დაიჭერდა ვიღაცას ამბიციას გაუჩენდა რომ შეიძლება მიხეილ სააკაშვილზე უფრო მაგარია და ნაციონალური მოძრაობაზე უფრო მაგარია და ნაციონალურ მოძრაობაზე უფრო მეტი ხმების აღება შეუძლია და აი ამ ადამიანების უმრავლესობა მე ყველაზე არ ვიძახი ნამდვილად ვინც თავის დროზე ეს გადაწყვეტილება მიიღო საბოლოოდ ეს თამაში ითამაშა თუმცა ამავე ადამიანებს ყველას საბოლოოდ ეს თავის საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდათ არა მხოლოდ პოლიტიკურად და ამ ადამიანების ნაწილი ციხეში არიან ეხლა და ძალიან წუხوار ამის გამო მაგრამ რატომ მოვაყოლე ეხლა ეს მაგალითი იცით იმიტომ მოვაყოლე რომ არ არსებობს დროებით რეჟიმის პირობებში რეჟიმთან რაღაცა გარიგებაზე წახვალ და რეჟიმი საბოლოოდ არ მოგიტრიალდეს. რეჟიმა შეიძლება გამოგიყენოს თავისი მიზნებისთვის, მაგრამ ის აუცილებლად ბოლოს შენ მოგადგება, იმიტომ რომ რეჟიმი თავისივე შვილებს ჭამს და ხედავთ რომ თავისივე შვილებს ჭამს. და ეს 13 წლიანი გამოცდილება ქართულ პოლიტიკურ ველზე ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის ეხლა სისტემურ ოპოზიციად რო არ იქცეს, აუცილებლად უნდა იყოს მაგალითი და რატო გონია ეხლა თქო, ამ პროცესში შესული არიან ლელო და გახარია. ხო ამ სისტემური ოპოზიციის პროცესში, იმიტომ რომ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა სხვა არაფერს არ ნიშნავს, ეს ნიშნავს რომ შენ პირდაპირ ნორმალიზებას ახდენ ამ ყველაფრის და ბიძინა ივანიშვილის შესაძლებლობას აძლევ რომ ამოისუნთქოს და თავისი თამაშის წესებით ითამაშოს და ის დაიწეროს რაც უნდა, ხო და მეორე მხრივ აყენებ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ, მათ შორის ლეგიტიმაციასაც. მაგრამ მაშინ ანა ნახე გამოდის, ანუ თქვათ თქვენი ვერსიით გამოდის რომ ლელო და გახარია ღია პოლიტიკურ თამაშს თამაშობენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ თამაშს, მაგრამ აი ეს კოალიცია ცვლილებებისთვის, რომელზეც თქვენ ცოტა ხნის წინ საუბრობდით, რომ თავის დროზე, ანუ წინა არჩევნების დროს ბიძინა ივანიშვილი მათთან გარიგდა, რომ ნაციონალური ფორმულირება არ მithkoms. ეხლა თქვენ რა ფორმულირებად ეს არის? უნდა გაეწიათო. აბა მაშინ ნახეთ, თქვენ ეხლა ძალიან ესე არასწორად შემოყავთ თუ ამ თემას ვიხებით სისტემური ოპოზიციის, მაშინ კოალიცია ცვლილებებისთვის. კოალიცია ცვლილებებს თავისი ცოდვები რაც აქვს, ეს არის უკვე ნახეთ ეს ხომ თქვით ან თქვენ ძალიან მარტივად თავარი ნაციონალური, აგერ გეუბნები ნაციონალური მოძრაობისთვის არასოდეს არ ყოფილა, არასოდეს 13 წლის განმავლობაში ემა ჩვენ არ მოინტერესებდა მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტული. სულ აი ბოდიში ამ გამოთქმის მაყურებელთან ფეხებზე გვეკიდა. ჩვენ ყოველთვის ერთი წუთი დავასრულებ თუ შეიძლება. ჩვენ ყოველთვის პროცესებს დღემდე ვუყურებთ, რომ ან სიკვდილი, ან გამარჯვება ამ რეჟიმზე.
და საქართველოს გადარჩენა. ჩვენთვის საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური, თუ ეს ქვეყანა ვერ გადარჩა, ვერ გადარჩება და თუ ეს ქვეყანა ვერ გადარჩა, ყველა ტიტული უკან მორჩება ყველას. მაგრამ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში არიან ადამიანები, წარსულში იყვნენ თქო ადამიანები, ამას გეუბნები, ბოლო არჩევნებზეც კი, ვისთვისაც მთავარი ნაციონალური მოძრაობის დამარცხება იყო და მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულს ზეიმობდნენ და იგივე ჭირს ახლა გახარიას და ლელოს თქო. ამას ვიძახი, მაგრამ როგორ დაასრულეს? გვარამიაცდამელიაც ახლა ხო? ახლა ჩუმადარიან საპატიმროში გვარამიაც და მე არ გვინახავს მათი გამოხმაურებით უნდა ვაშაძის წერილზე რომელიც და ზურაბ ჯაფარიძის წერილზე რომლებიც აგერ უკვე მესამე წერილს აგზავნიან საპატიმრობიდან 8 პუნქტიანი გეგმით რომ უნდა შეიქმნას დიდი ოპოზიციური ერთობა ერთი ბრენდის ქვეშ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით და ზურას არ უთქვამ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ის იყო ვაშაძის ხო მე ამაზე არის აუცილებელი ერთობა მე არ ვიცი ხა ამასთან დაკავშირებით პოზიცია მე ჩემი პოზიცია ამ შემთხვევაში არაერთხელ მithქვამს და გავიმეორებ. მე ვარ საერთო კოორდინაციის მომხრე, ძლიერი საერთო კოორდინაციის, მაგრამ მე არანაირად არ ვთვლი, რომ აი ესეთი გაუგებარი ადამიანები, რუსული გავლენის აგენტები, როგორიც მაგალითად კოლექტიური პატა ზაქარიაშვილია და კოლექტიური ეკაბესელია, რომელმაც რუსი ჯაშუშები გამოუშვა ამ ქვეყანაში, მაგათთან ერთად შეიძლება სადმე ერთ რაღაცაში ვიყო. ნახეთ, ამიტომ ეს ჩემი პოზიციაა ესეთი. ამიტომ მე საერთოდ არ ვთვლი, რომ ეს რაღაცა ერთიანობა მარტო ეს არის, რომ ერთი რაღაცის ქვეშ უნდა ვიყოთ. თან ამ პროცესმა ხო გამოაჩინა, რომ ამ პროცესს ლიდერი არ აყავს. ხო, ამ პროცესმა გამოაჩინა, რომ ამ პროცესს რა სალომე ზურაბიშვილი ეს ვიღაცას უნდა, რომ თქვენ კითხვით წინა გადაცემაში, რომ 4 პარტია ვერ დასვა რეალურად მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ ვაშაძე ამბობს, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ, ხო, აი ამ ვაშაძეს ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა, ჩემი მეგობარია და კოალიციაშიც ერთად ვართ და პატივცემ და მით უმეტეს პოლიტიკური პატიმარია, მაგრამ საერთოდ აი აქ ძალიან კაფიო ხაზია ჩემს და ვაშაძეს შორის არა და ერთ-ერთი მთავარი ადრესატი სწორედ თქვენი პარტიაა ხო? ნაკლებად თავი მესმის, მაგრამ მე როცა გამოვა და ესე თავждები გიორგი ვაშაძესთან ან ნებისმიერ ამ ერთობას ვინც იძახის იმ ადამიანთან, მინდა ვკითხო, პასუხისმგებლობას ვინ იღებს იქ, რომ კოლექტიური ეკაბესელები არ გადახტებიან მერე და ბიზნეს, მაგალითად გეგმა B არ იქნებიან, ან კოლექტიური პატა ზაქარიაშვილი არიზამენ იგივეს, რაც ქნეს თავის დროზე, ან კოლექტიური ნიკა გილაური არ გამოჩნდება კიდე სადმე და რა ვიცი თავისი ნეიტრალური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობით რო დარბოდა ამ იდეით მთელი წინა საარჩევნო პერიოდი ჩვენ რო ველზეხმებს ვისწავდით იგივე არ განმეორდება. ნახეთ, არ არის ესე რაღაცა მარტივი სათქმელი, როდესაც მე მოცა მე ვგულისხმობ. მე ამაზე 100 სხვადასხვაობა ჩემს პარტიაშიც მაქვს. ანუ ნუ გონიათ რომ ყველა ჩემს აზრია ჩემს პარტიაში. არ არის ნამდვილად ყველა და ჩემს აზრზე მით უმეტეს მიხეილ სააკაშვილი არ არის ჩემს აზრზე, ჩვენ ბევრჯერ გონია ამაზე 100 სხვადასხვაობა და გაგვიცვლია აზრი და გვიკამათია კიდეც წინა საარჩევნოთ, იმიტომ რომ მიშა უყურებს ესე და ეს მისი მხრიდან მესმის ძალიან კარგად ის უყურებს რომ არ არსებობს დღეს ყველა უნდა გავერთიანდეთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და მეც ვეთანხმები იმაში რომ ორი მხარეა დღეს ერთი არის რუსული რეჟიმი და მეორე მხარეს არის ხარ ქართველი რომელსაც ამ ქვეყნის გადარჩენა გინდა და თუ ხარ ქართველი და ამ ქვეყნის გადარჩენა გინდა მაშინ ყველა ერთ მხარეს უნდა ვიყო და არ უნდა დავივიწყოთ უნდა რაც ყოფილა მე მომხრე ვარ რომ ყველაფერი დავივიწყოთ მე მართლა მომხრე ვარ მე აი ამ ადამიანებს რომ ვახსენებ ეხა ეკაბესელიას კოლექტივს და პატა ზაქარიაშვილებს მართლა არ მიხარია ამის ესე ხსენებაც ნახეთ მაგრამ დიდი ეროვნული შერიგება ეხა 90-იანი წლების მერე ვერ მოხდა ამ ქვეყანაში ალი კოელისაშვილი რანაირად იზამდა ეხა მაგას შესაბამისად მაგრამ ნახეთ მაგრამ ყველაზე მთავარი რა არის რომ ბიზნეს ხო ვნახეთ რომ ბიზნეს ყოველთვის ოპოზიციისგან განსხვავებით ბიზნეს ყოველთვის აქვს გეგმა B ყოველთვის აქვს გეგმა B და ოპოზიცია რო სადღაც სხვაგან იყურება და მე მახსოვს ეხა იმას რომ ზეიმობდნენ გამარჯვებას კაცო 8 საათზე და უბედურება რო გჭირდა საარჩევნო უბნებზე ჩვენ ხო მაგრამ ბიზნესამ ყოველთვის ის გეგმა B და აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ პასუხისმგებლობა აი მე თქვენ რომ გეტყვით ემა რომ აქეთ დგას მართლა აი ესეთი გაწურული ერთობაა სადაც 100%-ს ვერ გეტყვი მაგრამ 90%-ს მაინც გეტყვი რომ ამ ერთობიდან არავინ არ გიღალატებს შენ რომ მიხვალ და ხმას მისცე მე ხო უნდა ვიყო ამაში დარწმუნებული და ამაზე ვიღაცამ ხო უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამაზეა საუბარი თორემ მე გამოვა რომ ისევ მე თქვენ და ესეთი ადამიანები დავზარალდით ამ ყველაფერში თორემ ამ ქვეყანაში ბოდიში ამ ჟარგონთვის ყოველთვის ყველაფერი გაპრავდა ყოველთვის ყველაფერი და ყველა ამ ადამიანს ყველაფერი შერჩა ამიტომაც ამ ერთობაზე საუბარს მე ყველას ურჩევ რომ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ნუ აიღებენ არ არის არენდობით მიუხედავად იმისა რომ ორი ლიდერი ხომ ორი არა სამი კოალიცია ცვლილებების დღეს საპატიმროშია მაინც ბოლომდე პოლიტიკური პარტნიორობის თვალსაზრისით არენდობით ამ კოალიციას მე ამ საერთოდ პოლიტიკურ არენაზე მარტო ჩემს პოლიტიკურ პარტიას ვენდობი და ჩემს თავს ვენდობი
ანუ მე ესენი დობა რო გითხრათ ეხა რომელიმესთან მაგ მეთქეს ჩვეულებრივი ამბავია. ხო ეს ხო ძალიან დამაზიანებელია თუნდაც აიმ პროცესისთვის, რასაც ბოიკოტი ქვია. არა, ნახეთ, თქვენ ეხა ერთმანეთს ვცდილობთ აურიოთ ორი სხვადასხვა რაღაცა. რა იყო კოალიცია ახლებთან დაკავშირებით არჩევნებამდე? ეს არის უკვე წარსული. ნახეთ, რომ რა მოხდა რეალურად და მე მგონია რომ ამაზეც დისკუსია უნდა გაიხსნა. არა, ეხა გეტყვით რატო? ნახეთ, თუ დამასრულებინებთ გეტყვით, ნახეთ. რა მოხდა არჩევნებამდე თქო და თან ის კითხვები რა კითხვებიც მე დავსვი. მე მგონია რომ ამაზე ჩვენ მომრჩეულმა და ზოგადად საქართველოს მოქალაქეებს პასუხი უნდა გქონდეთ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები ციხიდან გამოვლენ. ნახეთ, ეხლა რაც შეეხება მეორეს და საკუთარ თავზე იწვიეს მათ შორის სამწუხაროდ, იმიტომ რომ ბიძინას ხო ეს აქვს, რომ რაღაცა ესა, მაგრამ ხაზარაძე და ჯაფარიძეც არიან. არა, ერთი წუთით რა შუაში ის. ანუ რა განსხვავება ისინი სხვა პირობებში მეორე, არა, სხვა ურევთ ერთმანეთს თქო. ეს კოალიციას რაც შეეხება. ეხლა რაც შეეხება, მაგრამ კოალიციას ცვლილებებისთვის გადააფასა თუ არ გადააფასა, არ ვიცი მე მათთან არ ვილაპარაკია, არ ვისაუბრია ნამდვილად, მაგრამ ამ წუთას ბოიკოტთან დაკავშირებით აქვს ზუსტად ის პოზიცია, რაც ჭირდება რეჟიმის დამარცხებას. და ეს არის სწორი პოზიცია. ამიტომ ამ ნაწილში ვართ ჩვენ მოკავშირეები, კოალიცია ცვლილებებთან და ვიქნებოდით ნებისმიერთან მოკავშირეები, მათ შორის კოალიცია ცვლილებებთან მარტო არა. კოალიცია ცვლილებებში კიდევ 4 პარტია არის იქ შიგნით და საბოლოოდ 8 პარტიის ფორმატში, რომელსაც ერთმანეთის საერთოდ არ გვეხატება ფულზე და განსხვავებული პოზიციები გვაქვს ბევრ სხვა საკითხში, მაგრამ ამ საკითხში ვართ ერთიანები. ამიტომაც ახლა რომ ის არის ძირითადი გადატანილია იმ პარტიებზე, რომლებიც რუსულ სპეცოპერაციაში იღებენ მონაწილეობას და აპარავებენ ბიძინა ივანიშვილს, აი ამიტომ არის ეს ყველაფერი ბევრად უფრო, ანუ ჩვენი რიტორიკაც ესეთი ამ პარტიებთან და ბევრად უფრო მძიმე ამ პარტიებისთვის, რომლებიც გადაწყვიტეს ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა. ხარია და ხაზარაძე შეგნებულად მიდიან ნაბიჯზე, მიუხედავად იმისა, იციან რომ შეუძლებელია ივანიშვილის დამარცხება, სხვა შორის ვიდრე შემოვიდოდი ირაკლი კუპრაძის ასე ვთქვათ განცხადება შემხვდა, ჩვენ შევძლებთ ივანიშვილის დამარცხებას მისსავე მოედანზე, ანუ მაშინ რას ეფუძნება ეს ამბიცია თუ განცხადებები თუ მოლოდინები? რა უნდა გიხა გულწრფელად რო თქვა რასაც ვფიქრობ არ გამომივა მაყურებელი მიყურებს და მე ორჯერ მithქვამს თქვენთვის მე თქვენს ეთერში მithქვამს არაერთხელ რომ ორი რაღაც უნდა იყოს თქო როდესაც ამას თანხმდები თქო ერთი ან უნდა იყოს გარიგებული მეორე უნდა იყოს სასარგებლო იდიოტი ჩემთვის ამ ორიდან რომელია არიან ახლა ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ რომ საერთო საქმე ზიანდება აქ ამაშია საქმე ემარო საერთო საქმე ზიანდება თორე გარიგებულია თუ სასარგებლო იდიოტია ამ შემთხვევაში ეს გამოჩნდება და არაფერი არ დაიმალება და ყველაფერი გაცხადდება საბოლოოდ. მაგრამ ამ წუთას ახლა თვითონაც ხო იციან, რომ არანაირი გამომგლეჯი, არანაირი თბილისის და არც ერთი მუნიციპალიტეტის ესენი არ არიან და საუბარი არის 3 და 4 საკრებულოს წევზე. აი სულ რო ბიძინა ცესკოში რო ბიძინა ივანიშვილი ახლა დაწერს იმ შედეგს, რა შედეგის თვითონ და სულ 40% დაუწეროს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში რამე შეიცვალა? შეიცვლება ამ ქვეყანაში რამე თქვენთვის, ჩემთვის, რიგითი ადამიანებისთვის ეს რეჟიმი მოშორდება? ბიძინა მე რო ბიძინა ვიყო, ძალიან აი ღორი არ იყოს ბიძინა პროცენტების, მე ძალიან მარტივად დავუწერდი 60-40, მაგრამ ვიტყოდი საერთაშორისოებთან და თქვენს გეტყოდით და ყველას ვეტყოდი, რომ აგერ ძმაო დემოკრატია თუ არ არის, აგერ 40% აიღეს, გაიყვანეს 4-5 საკრებულოს წევრი, მეტი ახლა არა აქვთ რეიტინგი და რა უნდა აქვთ. ანუ იმ ხელა რაღაცის შესაძლებლობას აძლევენ და ლუდს ამაში ბიძინა ივანიშვილს, მათ შორის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ გაგვიჭირდება ჩვენ ამის ახსნა რეალურად. აი იმ თემას დაუბრუნდები და ძალიან მოკლედ მიპასუხეთ იმ სცენარის მიხედვით, რომელზეც თქვენ საუბრობთ, გიგმაბეს მიხედვით, როდესაც უკვე ადგილობრივი არჩევნების შემდეგ სწორედ აი ამ სისტემურ ოპოზიციად შემდგარ პოლიტიკურ პარტიებს გამოიყენებს საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად და დანარჩენი ახლა ბოიკოტში მყოფი პოლიტიკური პარტიები მათი პოლიტიკური ბედი როგორ გადაწყდება არა ეგ ბიძინა უყურებს ესე რომ უნდა გააქროს ნაცები არ უნდა ხა ჯერტი ეს რაც გამოდო ეხა და დაწერა ბიძინა აი ბიძინას დაწერილია ეს რაც გამოდო ხო ეს რეალურად არის ის როგორ ხედავს ბიძინა და რას დაწერს საპარლამენტო არჩევნები რო ჩანიშნეს და ეს დაიმახსოვრეთ უბრალოდ და აი ეს იქნება ციფრები რომელსაც დაწერს ცესკო ზუსტად ბიძინას მიზანი არის რომ ნუ ჩვენ კიდე დაგვაკლებს იმიტომ რომ ჩვენ ბარიერს მიღმა უნდა დაგვტოვოს თავისი იმით რომ
საერთოდ არ ქონდეს იმის შესაძლებლობა, მაგრამ იმას ვერ ხვდება, რომ თვითონ ხო გონია და ხო გიждდებოდა ბიძინა ივანიშვილი სულ ამაზე, რომ აი 13 წელი ნაცებს ფული არ აქვს, უბედურებაში არიან, ვიჭერ, იქ ვიღაცები მოვისყიდე, გავიყვანე, 1000 ალტერნატივა შეუქმენი, ვცემ, ფიზიკურად უსწორდები და ვინ არიან ესენი ესეთი გიჟები, რომ მაინც ფეხზე დგა, ამას გიждდებოდა და ვერ იგებდა. ისე ვერ გაიგებს, ახლა ჩვენ პარლამენტში ვიქნებით თუ საკრებულოში ვიქნებით ჩვენ 2003 წელს ნაციონალურ მოძრაობა ვარდების რევოლუციის დროს ნაციონალური მოძრაობა ქუჩაში მებრძოლი პარტია იყო, ხალხის პარტია არის ნაციონალური მოძრაობა და კაბინეტის პარტია არ არის და იბრძოლებს ამ ყველაფერში მაინც კიდევ უფრო მეტად თავდაუზოგავად, მაგრამ აი ეს რაც ანახა და არის ის, რასაც ის აუცილებლად დაწერს და მისთვის ბიზნეს როგორი ოპოზიცია ჭირდება, ნახეთ, მას ჭირდება ისეთი ოპოზიცია, რომელიც მას გააკრიტიკებს ინფრასტრუქტურაზე, გააკრიტიკებს იმაზე, კანალიზაცია რატო არ არის, გააკრიტიკებს იმაზე, რომ ამ ქვეყანაში იცი რა, ცუდი ჯანდაცვა, მაგრამ არ ხმას არ ამოიღებს და არ ილაპარაკებს მის რუსულ კავშირებზე, არ დაემუქრება მას დამხობით და არ დაემუქრება მას ხელისუფლებიდან წასვლით. ამისთვის საუკეთესოა, როგორც ახლა იქცევიან ლელო და გახარია. ანუ რა კანალიზაციაზე ელაპარაკებიან, როდესაც რუსეთი გვაზის პირდაპირ თავზე, როდესაც 31 მარტს ვიზა ლიბერალიზაცია ან შეგვიწყდება და ან გაგრძელდება, ემა მაგ დროს რომ კანალიზაციაზე ელაპარაკები იმას, რა ქვია, რუს ოლიგარქს ახლა მან ნორმალური არ ახარ, ხო ან რაღაცა სხვა მოტივები გაქვს. და ამ ხრივ ბიზნესთვის ეს ყველაფერი არის იდეალური, ასე უყურებს ის სისტემურ ოპოზიციას. მადლობა ანა წითლიძეს, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, რეკლამის შემდეგ გიორგი სიორიძეს და სოფო ხორგუანს მოვუსმენთ, ორივე იმ პარტიას წარმოადგენს, ვისაც არჩევნებში მონაწილეობა არ თუ გადაწყვეტილი აქვს, უკვე ველოდებით მათგან კონკრეტული ასე ვთქვათ, კანდიდატების წარდგენას. მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. ვინ რა დაინახა ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებულ გორბის საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, სადაც ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, უბრალოდ ამ კვირას, მიმდინარე კვირას რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, გამოკითხულთა 56.2% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 10.7% ლელო ძლიერ საქართველოს ასახელებს, 10% გახარია საქართველოსთვის, 9.5% აქვს კოალიცია ცვლილებებისთვის და 7.5% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ოპოზიციის იმ ფლანგზე, რომლებმაც საკუთარ პოლიტიკურ გზად აირჩიეს ბოიკოტი და წინააღმდეგობა ადგილობრივ არჩევნებს, ამბობენ, რომ ეს არის ქართული ოცნების სათადარიგო გეგმა, რომლის თანახმადაც ქართული ოცნება ცდილობს არჩევნებში მონაწილე პარტიებისგან სისტემური ოპოზიცია ჩამოაყალიბოს, შემდეგ უკვე საპარლამენტო არჩევნებში მათი დახმარებით საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. თავად არჩევნებში მონაწილე პარტიები კი ამ კვლევის ჯერ ისეთი სარწმუნოებას აყენებენ ეჭქვეშ და კითხვის ნიშნის ქვეშ და უკვირთ საკუთარი პოლიტიკური კოლეგების, ხო, პოლიტიკოსი კოლეგების უკვირთ, რატომ სჯერათ იმ კვლევის შედეგების ახლა, როდესაც მანამდე ამ კომპანიის თუ ქართული ოცნების მიერ დაკვეთით ჩატარებული არც ერთი კვლევის შედეგები მათთვის სარწმუნო არ იყო და არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც ოპოზიციის ამ ფლანგზე, ანუ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციის ფლანგზე დაინახეს უტყუარად ამ კვლევის მიხედვით იმის მტკიცებულება, რომ ქართული ოცნება ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნაზე ფიქრობს. სოფიო ხორგუანი, პარტია გახარია საქართველოს პოლიტიკური საბჭოს წევრი, მადლობა სოფო გადაცემაში მონაწილეობისთვის და გიორგი სიორიძე, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი, სწორედ ამ შეკითხვით დავიწყებ თქვენთან საუბარს. თქვენ რა დაინახეთ აი ამ კვლევიდან, თქვენთვის რა იყო ყველაზე ესეთი ნიშანდობლივი, რაში დაჭერდა ახლა ქართულ ოცნებას, ტელეკომპანია იმედს კი უფრო ზუსტად, გურბისთვის დაეკვეთა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის ინტერესის საგანს წარმოადგენდა გაეგოთ საპარლამენტო არჩევნებში ვის რამდენი ამომრჩეველი ეყოლება. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველი რა თქმა უნდა, ჩვენ როცა ვლაპარაკობთ სარწმუნოებაზე, ეს არ არის მხოლოდ იმის გამო, რომ კომპანიას არ ვენდობით ან ვენდობით, ზოგადად რეჟიმის პირობებში ყოველთვის არის აცდენილი რეალობას ამ ტიპის კვლევები. ეს არა მხოლოდ საქართველოს ზოგადად ასეა.
ამიტომ სარწმუნოობაზე ეს მაინც არ არის დამოკიდებული რომელიღაც კომპანიას. კი, რა თქმა უნდა, თავისთავად ესეც არის ფაქტორი. მაგრამ თითო რეჟიმი არის ისეთი მდგომარეობა, რომ ადამიანებს საკუთარი აზრის გამოხატვა მკვლევარებთანაც უჭირთ. ეს მოცემულობა არის, როგორც არ უნდა შევაფასოთ. ამიტომ სანდოობაც ალკე რომ გადავდოთ. რატომ დაჭირდა ახლა და რატომ შემოაგდო ახლა ქართულმა ოცნებამ ეს თემა? მან ერთი იყო ძალიან საინტერესო, თავადაც რომ შეიმცირეს თავიანთი პროცენტები, იმდენად თვითონაც ხვდებიან რომ მძიმე მდგომარეობაში არიან, რომ აი რაღაცა ეს კოჭი გაუგორეს საზოგადოებას და 4% თუ 5%-ით ნაკლები დაიწერეს, ნუ შეიმცირეს თავიანთი 16.4% არც ისე ცოტა. არა, მან ანუ ეს აი ხო ხედავთ ობიექტურები ვართ, ხო ცოტა მოგვაკლდაო, მაგრამ ადრე ხო 61-ზე ნაკლები არ დაუწერიათ, ხო, ეგეთი მოცემულობა. ხო, რატო შემოაგდეს ახლა? დიახ, მე ამასთან დაკავშირებით ეს შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ვინაიდან ისინი ვერ ქმნიან ვერანაირ პოლიტიკურ პროცესს და აი რაღაცა უნდათ შექმნან ილუზია რომ რაღაცა პოლიტიკური პროცესი მიდის და აი რაღაცა იმ ხარეს წაიყვანონ მსჯელობა რომელზე მსჯელობა საერთოდ არაფერ შუაში პოლიტიკურ პროცესს ვერ ქმნიან აგერ დაკავებების სერიას ვადევნებთ თვალს ეს არის პოლიტიკური პროცესი ყოფილი მაღალჩინოსნების აბა არის ეს არის ეს პოლიტიკური პროცესი წმინდა სამართლებრივი პროცესი აი მოდით ხო და სწორედ ამას ვნახოთ ნახეთ როგორი ამბავია პოლიტიკური პროცესი რომ შეიქმნას ეხა ჩვენ თუ ვიტყვით ეხა აი ნახეთ ეხა ერთმანეთზე თუ ვილაპარაკებთ აი გამოვიდა დანარჩენი ბოიკოტის მომხრე პარტიები და ამბობენ რომ აი რაღაცა ეჭვებია და ეს იმიტომა რომ გახარია და ლელო შეკრულები არიან თუ რაღაცა ან უნდა იყო გარეწარი ან სასარგებლო იდიოტი პირდაპირ თქვა ანა წითლიძემ ცოტა ხნის წინ იმ პარტიების მისამართით ვინც მონაწილეობს არჩევნებში დაიტოვოს თავისი აზრი თავისთან საერთოდ არ მაინტერესებს მისი აზრი რამესთან დაკავშირებით, მით უმეტეს ჩვენ საქმიანობასთან დაკავშირებით. აი ახლა ნახეთ რა არის ყველაზე მეორე დავასრულებ. ახლა პოლიტიკურ პროცესს დაკავებასაც რაც შეეხება, აი ახლა ვიღაცა მეორე თუ მესამე ხარისხოვან კან მას რაღაც თანამდებობის პირებს, ყოფილ თანამდებობის პირებს რო იკავებათ, მინისტრებიც რომ დაიკავონ. ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, იმიტომ რომ სისტემა, რომელიც არის კორუმპირებული, უნდა შეიცვალოს. თუ სისტემა, კორუმპირებული სისტემა არ შეიცვალა, რა მნიშვნელობა აქვს? ხვალ მეორე რომ მოვა ის მოიპარავს მე მესამე სისტემა მხოლოდ მაშინ შეიცვლება როდესაც იარსებებს ბალანსი შტოებს შორის თუ ბალანსი შტოებს შორის არ არის და ერთ ადამიანზე და ერთ ჯგუფზე არის სისტემა ჩამოკიდებული იქ ყოველთვის არსებობს კორუფციის რა ვიცი საფუძველი და შესაძლებლობა ამიტომ ამბობ რომ ეს არ არის ილუზიის შექმნა ფსევდო რაღაცა ყვითელი პოლიტიკური პროცესის რაღაც იმიტაციის შექმნა ამიტომ ამბობ რომ ეს არ არის პოლიტიკური პროცესი გიორგისთან გადავალ აი პირდაპირ ამბობენ თქვენი კოლეგა ოპოზიციონერები, რომლებიც ამ ეტაპზე ოღონდ სხვა ბრძოლის სხვა ასე ვთქვათ სტრატეგია აირჩიეს ბოიკოტის მომხრეები, რომ ბიძინა ივანიშვილმა გეგმა B ამუშავა, გამომდინარე აი ამ კვლევისგან და ამ კვლევით მიღებული შედეგებიდან, რომ ეს არის სისტემური ოპოზიციის შექმნა ლელო გახარიას სახით. მერე საპარლამენტოსაც დანიშნავს და საკონსტიტუციოს აიღებს ეს არის როგორც უკვე გითხარით ანა წითლიძის განცხადება რომელიც უფრო წვავე იყო შეიძლება და უფრო უხეშათაც გამოხატა საკუთარი მოსაზრება მისი შეფასებით ან უნდა იყო გარეწარი ან სასარგებლო იდიოტი მისთვის ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მიუღებელია ამ არჩევნებში მონაწილეობა მოგესალმებით პირველ რიგში თავისუფლება ყველა სინდისის პატიმარს ამ ქვეყანაში არანაირი კვლევა არ არსებობს. გორბის კვლევა არასდროს არ ყოფილა კვლევა 13 წლის განმავლობაში ვხედავთ ჩვენ იმედის არხზე როგორ აქვეყნებენ ხოლმე რაღაც თითქოს და მონაცემებს 13 წლის განმავლობაში ჩვენ ეს არ დაგვიჯერებია, არასდროს არ გვირწმუნია აქ კიდევ ერთხელ ამბობს ამბობს ელისაშვილი, რომელიც თქვენი თანაგუნდელია, რომ ქართული ოცნება, აი ფაქტია, რომ ქართული ოცნება ფიქრობს საპარლამენტო არჩევნების მალე ჩანიშნაზე. ეს სხვა საკითხი არის. აი ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა ისედაც, მე ვაფასებ ამ შემთხვევაში გორბის ვითომ კვლევას, რომლის რიცხვები და რომლის მონაცემები ჩვენ არასდროს დაგვიჯერებია, იმიტომ რომ გორბი ისევე როგორც ტელეკომპანია იმედი არის რეჟიმის მსახური და პროპაგანდის გამავრცელებელი საშუალებები, როგორც ის სოციოლოგიური ვითომ კვლევა, ასევე სატელევიზიო არხი. შესაბამისად, რეჟიმი თავისი მიზნებისთვის იყენებს ერთსაც და მეორესაც. რეალურად
ახლა რა დროს საპარლამენტო არჩევნებზე არის საერთოდ საუბარი, როდესაც კარსმომდგარი არის კალენდარულად, სულ სხვა შინაარსის არჩევნები, ხო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ გამოვაქვეყნეთ დღეს ასევე მონაცემები იმ სოციოლოგიური კვლევიდან, რომელსაც ვენდობით და ენდობა მთელი საზოგადოება, იმიტომ რომ ის შესაბამისი მეთოდოლოგიით არის წარმოებული მაისის თვეში, სადაც ძალიან ათლად ჩანს, რომ ქართულ ოცნებას რეიტინგი აქვს ისტორიულ მინიმუმზე. 25%-ს არ აღწევს ის თბილისში, ხოლო დანარჩენ საქართველოში არის გასაშვალოებულად 31%. გაძლევთ საფუძველს თქვათ, რომ შეგიძლიათ ქართულ ოცნებას მისსავე მოედანზე მოუგოთ? ჩვენ შევძლებთ ივანიშვილის დამარცხებას მისსავე მოედანზე? ანუ ეს გაძლევთ საფუძველს ეს იყო არა, რა თქმა უნდა, ის არის სოციოლოგიური კვლევა. კიდევ ერთხელ ამბობ იაკო კაჭკაჭიშვილის მიერ წარმოებული ველით, რომელიც გვაძლევდა მათ შორის ერთ-ერთ მთავარ და მყარ საფუძველს იმისას, რომ სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის შეგვეთავაზებინა ბრძოლა ერთობლივად. თუმცა, ვინაიდან ეს არ გამოვიდა, ახლა მე ამაზე აღარ ვისაუბრებ, ახლა გვაქვს ჩვენ სხვა მოცემულობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბრძოლას აქვს აზრი. კიდევ ერთხელ ამბობ, მთავარი ბრძოლა იქნება რეჟიმის შესაცვლელად საპარლამენტო არჩევნებზე. ის რომ საპარლამენტო არჩევნებს ჩანიშნავს ქართული ოცნება, ამის შესახებ ჩვენ ინფორმაციას ბუნებრივია ვფლობთ, მაგრამ ის მაქსიმალურად შეეცდება რომ გააკეთოს ეს იმ დროს და იმ მოცემულობაში, როდესაც პოლიტიკური პარტიები იქნებიან ამისთვის ყველაზე ნაკლებად მზად და როდესაც იქნება ოპოზიციაში დისონანსი. შესაბამისად, ჩვენი მონაწილეობა ამ ბრძოლაში გარდა იმისა, რომ ემსახურება წინააღმდეგობის მოძრაობას და საზოგადოების მაქსიმალურ ინტეგრაციას ამ წინააღმდეგობის მოძრაობაში და მათ შორის საინფორმაციო კამპანიის თვალსაზრისითაც ადამიანების ცნობიერების ამაღლებას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში არის ეგზისტენციური კრიზისი, ჩვენ ვკარგავთ ჩვენს საგარეო ვექტორს დაგვაკარგინა კობახიძემ და ივანიშვილმა, შესაბამისად აი ამ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა არის შესაძლებელი ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით. თუმცა ამავდროულად ამ დე-ფაქტო არჩევნებში მონაწილეობა ჩვენთვის ამასთან ნიშნავს იმას, რომ უნდა ვემზადოთ გენერალური ბრძოლისათვის, სადაც იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და ჩვენ როგორც პარტია უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. ეს იქნება დავარქვათ ამას გენერალური რეპეტიცია, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიები ეს არ მხოლოდ მათი ინტერესია, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ რასაც ქართველი ხალხი ითხოვს იმ თავარ ბრძოლაში, როგორც პოლიტიკური პარტია, რომ ვიყოთ მზად. კი ბატონო, სოფო, თქვენთვისაც ეს გენერალური რეპეტიცია, ადგილობრივი არჩევნები, ვადამდელი თუ ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, თუ რაღაცა სხვა მოლოდინები გაქვთ ამ არჩევნებისგან? ჩვენ გვჯერა, რომ ცივილიზებულ სახელმწიფოში არჩევნები არის პოლიტიკური პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი და დემოკრატია არჩევნების გზით ხორციელდება სახელმწიფოში. ის რომ დღეს ასე არ არის და ეს შეზღუდული არ ნიშნავს იმას, რომ ეს რწმენა არ გვაქვს. არჩევნების გადარჩენა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ძალიან მიუღებელი სწორედ ეს არის, როდესაც ჩვენი კოლეგები ამბობენ, რომ თქვენ რეგიონ დავიაროთ და უნდა მოუწოდოთ ხალხს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. ეს არის ის რისი ჩაბეტონება სურს ქართულ ოცნებას. ისინი აგერ გეგმავენ წინააღმდეგობის ჯგუფების შექმნას, უკვე გამოაცხადეს ვებგვერდი, სადაც ხდება მათი მხარდამჭერების რეგისტრაცია. მათ კონკრეტული ამოცანები ექნებათ, მათ შორის შესაძლებელია, ასე ვთქვათ, გარკვეული, არ ვიცი, წინააღმდეგობის გაწევა თქვენი საარჩევნო კამპანიისთვის ან დაუპირისპირებენ თქვენს საარჩევნო კამპანიას, თავის ანტისაარჩევნო კამპანიას და ბოიკოტის კამპანიას. ეს სიურეალიზმია, არ ვიცი, ამაზე კარგი საჩუქარი რა უნდა გაეკეთებინა რეჟიმისთვის ვინმეს. წარმოუდგენელია, რომ რეჟიმი, რომელსაც მთელი თავისი, ასე ვთქვათ, სისტემა აწყობილი აქვს იმაზე, რომ მე ვარ და ჩემი ნაბადი და საერთოდ არ მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ და მაინც ისე იქნება, როგორც მე მინდა და რასაც მინდა იმას დავწერ და ჩემია ეს ქვეყანა და საჯილდაო თქვათ აქ გამოყენებული საქართველო და ამაში ხელი შეუწყო, კი ბატონო, 100 აბარა, შენ როგორც გინდა, რამიშო რა აზრი აქვს არჩევნებზე სიარულს და რა აზრი აქვს არჩევნებში მონაწილეობას. ან პრაქტიკულად მე ხო გეუბნებით, აი მართლა ისეთი შთაბეჭდილება მექნება, რომ ნაციონალურ მოძრაობას და მაგათ მიმდებარედ უფრო მეტად სჯერათ, ან თითქმის ისე სჯერათ ქართული ოცნების უძლებლობის, როგორც ქართული ოცნების მხარდამჭერებს. ისიც შემცირებულები არიან. აი უძლებლობის როგორ შეიძლება გჯეროდეს რეჟიმის, თუ შენ მას ამ რეჟიმს ებრძვი. ან თქვენ გჯერათ იმის, რომ შეგიძლიათ ადგილობრივ არჩევნებში ქართული ოცნება დაამარცხოთ? მე გეტყვით რისი მჯერა?
მე მჯერა იმის რომ შესაძლებელია რეჟიმის შესუსტება. იმიტომ რომ თუ ბრძოლაში არ შედიხარ რეჟიმთან და ამბობ რომ ყველაფერს ბოიკოტს უცხადებ, არჩევნებში არ შევდივარ, არ ვიბრძვი ადგილზე, თბილისში, რეგიონში, არ ვიბრძვი რეჟიმთან, უბრალოდ ბოიკოტის გამოცხადება, აი არ ვიცი, ვერ ვხედავ ამას რეალურად, მართლა რეალურ გეგმას ვერ ვხედავ, აი როგორ ხდება ამ ბოიკოტის გამოცხადებაში დისკომფორტის შექმნა ქართული ოცნებისთვის ძალიან მაინტერესებს. აი მართლა წარმოუდგენელ რაღაცაზე ვლაპარაკობთ, რომ ეხლა ოპოზიციამ უნდა გვდიოს, დანარჩენმა ოპოზიციამ ჩვენ უნდა გვდიოს და ხელი შეგუშალოს არ იმაში რა ქვია, შეხვედრებში თუ ჩვენი კამპანიის წარმოებას ამაზე ლაპარაკობენ? ეხლა შეიძლება მე ვერ გავიგე თქვენი ნათქვამი. ამას ამბობს ოპოზიცია, არა მსგავსი რო ახლა უნდა ჩვენებს მისცემენ, არ ვიცი, მაგრამ მათი თავარი მიზანია რაც შეიძლება მეტი ადამიანი დარჩეს სახლში და ბუნებრივია არ მივიდეს არჩევნებში. რასაც უნდა იმას დაიჭერს, მე იფროიოთ და მარტივი ამბავი, აი მაინტერესებს ადამიანები იმიდიან არჩევნებს და იქ სხვა ვიღაცა ბოიკოტისტები ხვდებიან და ეუბნებენ ნუ შეხვათ საარჩევნო უბანზე. ამას აკეთებს ქართული ოცნების ზონდერები აკეთებდნენ ამას წინ არჩევნებზე. არ მიხვიდეთ არჩევნებზე დაჯექით სახლში. ანუ ეს ახლა ოპოზიციამ უნდა გააკეთოს, წარმოუდგენელ ამაზე ლაპარაკობთ. არ ვიცი, რა გასაკვირია იმ პირობებში, როდესაც დარწმუნებული აგერ ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტიის წარმომადგენელი, რომ გარიგება შედგა ბიძინა ივანიშვილსა და არჩევნებში მონაწილე პარტიებს შორის დაგიბრუნდებით. მაგაზე ჩვენ მოვისმინეთ სხვათა შორის ახლა როგორ შეიძლება ირაკლი კობახიძე მომყავდეს ახლა აქ რაღაც ის საბუთათან მოწმენთ, რაც მათ ერთმანეთზე, რაცაც ისინი ერთმანეთზე ლაპარაკობენ. ნახეთ როგორი ამბავი არის ნაციონალური მოძრაობის დიდი დამსახურება არის ის, რომ ქართული ოცნება ამდენი წელი არის ძალაუფლებაში და ხელისუფლებაში. ეს არის ძალიან დიდი წვლილი ნაციონალური მოძრაობის. ხო, გიორგი, თქვენ თქვით, რომ აი დარწმუნებული ხართ, რომ ქართული ოცნება დანიშნავს ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ოღონდ მაშინ, როდესაც ოპოზიცია იქნება ყველაზე სუსტი. იგულისხმეთ სწორედ ის დაგსაქსულობა, დანაწევრება, ურთიერთდაპირისპირება, რომელიც ახლა არსებობს ოპოზიციურ ფლანგებს შორის, ანუ ამ მომენტს ელოდება თუ კიდევ უფრო რაღაცა მეტისთვის ემზადება ქართული ოცნება და თუ უტყუარი ინფორმაცია გაქვთ, რომ ახალი არჩევნები გარდაუვალია, რატომ ვერ დაარწმუნეთ თქვენი კოლეგა ოპოზიციონერები, რომ არ დარჩნენ პოლიტიკურ პროცესებს მიღმა და ისინიც მოემზადონ ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის? დიახ, მე გითხრით, რომ ფლობთ ამ ინფორმაციას, მაგრამ ლოგიკურია, რა თქმა უნდა, დაინიშნოს იმ დროს, როდესაც ოპოზიცია ამისთვის ყველაზე ნაკლებად იქნება მზად და დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, ჩვენ სწორედ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, როდესაც ვესაუბრებოდი ჩვენ კოლეგებს, სწორედ ეს გახლდათ, ერთიანობა არის არა ჩავლილი მატარებელი, არამედ აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ გამოწვევას უპასუხოთ და რეჟიმი დავამარცხოთ. ამიტომაც ის ყველა იერიში, რომელიც ჩვენს პარტიაზე მოდის, ხან სისტემურ ოპოზიციას რომ გვეძახიან და კიდევ სხვა ბევრ უსამართლო და ხშირ შემთხვევაში ცილისმწამებლურ ეპითეტებსაც არ ერიდება ხოლმე ბევრი. ამას ჩვენ არ ვპასუხობთ. იმიტომ რომ ერთიანობა აუცილებლად დადგება დღის წესრიგში. რაც არ უნდა იყოს ახლა მათი საჯარო ნარატივი, შეუძლებელია, მათემატიკურად შეუძლებელი არის, რომ ამხელა რეჟიმს ჩვენ გავუმკლავდეთ ერთიანობის გარეშე, გულისხმობ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ საზოგადოების. რა ტიპის ერთიანობას გულისხმობთ? აი, იმიტომ რომ ყველა სხვადასხვანაირად ესმის, აღარ განმეორდები, ფაშაძე სხვანაირად ესმის ერთიანობა, ნაციონალურ მოძრაობას, როგორც აღმოჩნდა, სხვანაირად ესმის ერთიანობა, სალომე ზურაბიშვილს კიდევ უფრო სხვანაირად ესმის ერთიანობა. თქვენ აი როგორ გესმით ეს გარდაუვალი ერთიანობა? გარდაუვალი ერთიანობა კონკრეტული მოცემულობა, როდესაც დადგება, ახლა მე არ მინდა ვისაუბრო რომ პარტიების გაერთიანებაზე სამართლებრივი ფორმით თუ როგორც იქნება, პირველ რიგში ეს არის ის, რომ ყველანაირი ძალისხმევა, ჩვენი ადამიანური რესურსი, მათ შორის პარტიული, უნდა იყოს გაერთიანებული, არანაირად არ უნდა იყოს ერთმანეთთან წინააღმდეგობასა და კონკურენციაში, უნდა იყოს საერთო მიზანზე ორიენტირებული, უნდა იყოს მათ შორის საჯარო კომუნიკაციაშიც, საზოგადოებასთან ურთიერთობაშიც ერთ სიბრტყესა და ერთ ფურცელზე, როგორც იტყვიან, რა ფორმა ექნება ამას, ხო? ამას დავინახავთ ჩვენ, როგორი ტიპის ერთიანობაც
ფიქრობდით ახლა ამ დამატებით პლანგზე შევთავაზეთ კიდეც ხო ოპოზიციას რომ საერთო ძალებით პარტიული იდენტობის მათ შორის პარტიული საარჩევნო ნომრის დათმობით და ასე შემდეგ თბილისზე როდესაც იყო საუბარი სწორედ იმის გათვალისწინებით რომ ქართულ ოცნებას აქვს რეკორდულად დაბალი რეიტინგი თუნდაც თბილისში 24%. მაშინ როდესაც დანარჩენ ოპოზიციას 4 კოალიციას 66%. ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა რომ ბოიკოტში მყოფი პარტიების არ ვიცი ნაწილი მაინც თუ სრულად არა დაითანხმოთ არჩევნებში. ამ არჩევნებზე არ ვსაუბრობ მე. არ ვსაუბრობ ამ არჩევნებზე. ანუ ამ არჩევნებში გახვალთ ცალ-ცალკე. ეს ხომ გადაწყვეტილი ამბავია. თქვენ შორის ურთიერთდაპირისპირება კიდევ უფრო გაიზრდება, გამძაფრდება, მაგრამ როგორც ქართული ოცნება ადგილობრივ არჩევნებს ჩანიშნავს, ყველა საპარლამენტო არჩევნებს ჩანიშნავს კი ბატონო, ყველა უთანხმოებას შეძლებთ გვერდზე გადადოთ, აი ამ პოლიტიკურ ბრალდებებსაც დაივიწყებთ და როგორც ვაშაძე ამბობს, ერთი ბრენდით, ერთი სახელით, ერთი პარტიული სიით, გახვალთ საპარლამენტო ეს ახლა მე გარ მithქვამს, მაგრამ ნახოთ, მათ შორის კონფიგურაცია შეიძლება იყოს მსგავსი, ოღონდ ჩვენ ახლაც ასე ვიქცევით. ჩვენი მხრიდან თქვენ ვერ მოისმენთ იმას, რომ ჩვენს ბრალდებებს, ჩვენს მისამართით ბრალდებებს და მძიმე ბრალდებებს მათ შორის რაიმე პასუხი გაეცეს. სწორედ ამ რწმენით, სწორედ ამ იმედით, რომ და იმ საჭიროებით ელემენტარულად ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ, როდესაც ჩვენ გვყავს დასამარცხებელი რეჟიმი, ჩვენი მტერი არის ბიძინა, ივანიშვილი და ქართული ოცნება. შესაბამისად, არ მისი ოპოზიცია ვართ ჩვენ. ოპოზიციის ოპოზიცია არ ვართ, არ ვიქნებით, სანამ ეს ამოცანა არის შესაძლებელი. ეს არის ქართული საზოგადოების დაკვეთა და სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია რომ მოხდეს. სოფო, თქვენი მოსაზრებაც მოინტერესებს, ანუ თქვენ როგორ ხედავთ საპარლამენტო არჩევნებში თქვენს პოლიტიკურ მომავალს, იმიტომ ეთანხმებით თუ არა თქვენს ამჟამინდელ პოლიტიკურ პარტნიორებს, რომ აი ამ უთანხმოების მიუხედავად შესაძლებელია წინა საარჩევნოდ, საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანება ბოიკოტში მყოფ ოპოზიციურ ფლანგთან. და რა არის ამის საფუძველი? მე ჯერ იმაზე გეტყვით, რომ ამბობენ, რომ აი საიდან გაქვთ ინფორმაცია, რაზე დაყრდნობით აკეთებთ, იღებთ გადაწყვეტილებს და აკეთებთ განცხადებებს, რომ ხალხს აქვს მოლოდინი, რომ არჩევნებში ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას. ეხლა მე გურიაში გურულები როგორ ამბობენ ცით ბოიკოტისტებზე? გვტიებენ აბდლები ბიძინას ხახაშიო? ამას ასე ამბობენ, ბოიკოტი რომ ვერ გაუგიათ, რას ნიშნავს ეს? რა იქნება მომავალში ეს კიდე ძალიან საინტერესოა საპარლამენტო არჩევნებზეც როცა არის საუბარი, აი ხვალ რომ ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს, შედიან ეს პარტიები ამ საპარლამენტო არჩევნების ბრძოლაში, თუ არაფერი იცვლება, იგივე ცესკო რჩება, იგივე სასამართლო წლები დაჭირდება რომ შეიცვალოს, იგივე პროკურატურა, იგივე ქართული ოცნება, იგივე ინბანიშვილი, იგივე კობახიძე შედიან. ნახეთ როგორ არის პოლიტიკა რეალობის ხელოვნება. უნდა იმოქმედო მოცემულ დროს და მოცემულ პირობებში რაც გააქვს. ჩვენ ვიცით ეს რომ არჩევნებში უნდა შევიდეთ და ვიბრძოლოთ და ვიომოთ და უნდა დააბარწმუნოთ საქართველოს მოქალაქეები რომ საქართველო არის მათი და ვერც ერთი რეჟიმი ვერ გამოეკერება 30 და 50 წელი. იცვლება ჩვენს გარშემოც ყველაფერი და მართლა არ აქვს ამ ხელაძალა უფლება ქართულ ოცნებას. საქართველოს ხალხმა საკუთარი ძალა რომ მირწმუნოს, დამიჯერეთ ძალიან სწრაფად შეუძლეთ არათუ რეჟიმის შეცვლას, არამედ ისევ იმ ნორმალურ გზაზე დაბრუნებას, რომელი გზიდანაც ავწდით ყველანი და წავედით. სიმართლე გითხრათ, აი დიდ სიებს, გაერთიანებულ სიებს ქართულ 2012 წელს რო იყო მაგალითად რაღაც აჯაფსანდალი. მე რაღაც სკეპტიკურად უყურებ, თუ ესე ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, ძალიან სკეპტიკურად უყურებ პირიქით, როდესაც იყო დიდი ოპოზიციური, რაღაცებს არის პოლიტიკური აჯაფსანდალი. ასე, ჩემთვის ესე არის, იმიტომ რომ ნახეთ აგერ 2012 წლის არის ესეთ გამოცდილება, მე გეტყვით მერის მომხრევარ და რატომაც მომწონს, როცა თუ ამბობ რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი 2012 წლის. კი, მოიპოვა, მაგრამ კი, გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ მე როგორ განვითარდა მოვლენები. გეტყვით რისი თქმა მინდა დავასრულებ თუ შეიძლება. როდესაც ჩვენ ვუჭერდით მხარს იმას, რომ ქვეყანაში ყოფილიყო პროპორციული არჩევნები, ჩემთვის ეს იყო როგორც საფუძველი იმის, რომ პარტიული პოლიტიკა ჩამოყალიბდეს ქვეყანაში. პარტიული პოლიტიკა, იმიტომ კი არ მინდა რაღაცა კონკრეტული სახელი და გვარის და რაღაც იდეის თემა. ეს ნიშნავს პასუხისგებლობის თემას. პოლიტიკური პარტიის განვითარება მინდა, იმიტომ რომ
პოლიტიკური პარტიის წევრს ექნება ანგარიშვალდებულება კონკრეტული ადამიანის კონკრეტული მოქალაქის წინაშე. პრობლემა ეს არის, რომ არ არსებობს ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე და ჭირდება აი ამ პარტიული პოლიტიკის განვითარება და შემდეგ კოალიციური მმართველობა. ამიტომ მომწონს ეს და ამიტომ მივესალმები პარტიების განვითარებას. ზოგადად ხოლმე უნდა მივიდეთ რაღაცა ცივილიზებულ სამყარომდე და ჩვენს ხომ უნდა რაღაცა სახელმწიფოს საფუძვლები შევქმნათ. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ჩემთვის, ჩვენთვის, რომ სისტემური ცვლილებები დაიწყოს ქვეყანაში და ერთი ცვლილება უბრალოდ ცვლილებისთვის არ იყოს და იყოს რეალური ცვლილებისთვის. ხო, კანდიდატებზეც ბოლო შეკითხვა მექნება, ძალიან მოკლედ მიპასუხეთ, ანუ რა ეტაპზე ხართ, შეარჩიეთ უკვე, გამოიკვეთ, შესაძლებელია უკვე მიმდინარეობს საჯაროდ გამოცხადების ასე ვთქვათ, დაგეგმვა, ჩანიშვნა კალენდარის და ასე შემდეგ. და სხვა შორის იყო ესეთი იდეა, რომ შესაძლებელია კანდიდატებად პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსები ან არაპოლიტიკოსებიც დაგეყენებინათ, გადაწყდა თუ არა, რომ შესაძლებელია ვიხილოთ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ საპატიმროში მყოფმა ადამიანებმა. გიორგი და შემდეგ საფრთხე. ხო, თქვენ იცით, რომ ჩვენი ორი პარტიის მემორანდუმიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანი არის, რომ ერთმანეთს არ გაუწიოთ კონკურენცია ამ ბრძოლაში და მხოლოდ ქართულ ოცნებაზე, მის დაზიანებაზე ვიყოთ ორიენტირებული. მიმდინარეობს ძალიან აქტიური სამუშაო პროცესი კანდიდატების შერჩევისა, კონკრეტულად ჯერ ვადა არის სამართლებრივი. ანუ კიდევ შერჩევის ეტაპზე ხართ? კი, არის შერჩევის, ხო, ანუ არის 64 მუნიციპალიტეტია ბუნებრივია და არის მხოლოდ თბილისში მაინც თუ ხართ უკვე ჩამოყალიბებულები, ეს მაინც ანუ ყველა მუნიციპალიტეტში ისევ ერთნაირი შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, თუ მაგალითად უკვე გადაწყვეტილია ვინ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი, ვინ იქნება არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ როგორც კი იქნება ეს გადაწყვეტილება მომწიფებული, თქვენ საზოგადოება აუცილებლად ჩვენგან გაიგებთ და არა მათ შორის იქნებიან საპატიმროში მყოფი პირები. ამას ვერ დაგიდასტურებ. არ არის მათთან შეთანხმება მიღწეული. გამორიცხული არ არის. გამორიცხული არ არის. ამ ეტაპზე ვერ დაგიდასტურებ. კი ბატონო. გამორიცხული არ არის. ანუ გამორიცხული რა თქმა უნდა არ არის. მეტი ჩემილაგი ხა დიმიტრი გელოვანი შეიძლება ვერ იპოვო. რაღაც ადღაც მაგალითად ქუთაისის გამიხსოვთ იმ ვერსიასაც რომ შესაძლებელი იყოს მაგალითად მერი და ვიცემერი ორის ერთად წარდგენა ხდება იყოს მაგალითად როგორც ამერიკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ასეთი კამპანიაც იყოს სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვაგვარად იყოს. რა თქმა უნდა, გვაქვს რამდენიმე ვერსია. გვაქვს ის, რომ არაპარტიული ადამიანები, გვაქვს იქნება რიგ შემთხვევაში, სადაც პარტიულები იქნება, ზოგ შემთხვევაში ლელო იქნება, ზოგ შემთხვევაში ჩვენი პარტიის წარმომადგენლები იქნებიან, ასეთი ვერსიები გვაქვს კანდიდატები ისეთ, რომ გვაქვს რაღაც საუბრობთ რამდენიმე კანდიდატზე ისეთ, რომ საერთოდ აქამდე პოლიტიკაში არ ყოფილა შემოსული. სხვათა შორის ძალიან ქალები გვეყოლება, ძალიან ბევრი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ესეც. ახალგაზრდები, ქალები და ძალიან ბევრი ახალი საინტერესო ადამიანის შემოსვლა. მე გელაპარაკებთ რეგიონებზეც და არა მხოლოდ თბილისზე, იმიტომ რომ ეს არის გენერალური რეპეტიცია, ხო თქვით თქვენ, შეიძლება იყოს გენერალური რეპეტიცია, შეიძლება იყოს უბრალოდ მორიგი ნაბიჯი, იმიტომ რომ დამერწმუნეთ, აი მაშინაც კი როცა რეჟიმს გაუშვებთ და ახალი კოალიციური მმართველობა იქნება, ჩვენ ბრძოლის შეჩერების უფლება არ გვაქვს. მერე მიღწეულია შეთანხმება თქვენ და ლელო ძლიერ საქართველოს შორის კანდიდატებთან დაკავშირებით. როგორი ფორმით ვარჩევთ, ხო? მაგას მეკითხები, ანუ ალბათ შესაბამისად მიდის საუბარი ალბათ რამდენიმე კანდიდატზე, ხო? ეს უკვე უნდა იყვნენ გამოკვეთილი კანდიდატები და მიმდინარეობს დისკუსია ამ კანდიდატებზე. კი, არ მხოლოდ კანდიდატებზე, კომისიის წევრებზე, შტაბებზე, რომ შტაბებში როგორც უნდა იყოს, ხო, ინტერესის მთავარი საგანი ამ შემთხვევაში არის კანდიდატი, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიცით ბოლომდე 100%-ით ვინ იქნება ქართული ოცნების კანდიდატი, ცოტა დაბნელობა გამოიწვია მათმა დღევანდელმა, ასე ვთქვათ, განცხადებებმა. ალბათ ამასაც უწევთ ხო ანგარიშს? დამერწმუნეთ, აი დაგვიჯერეთ ძალიან, თქვა გიორგისაც დავუჯერეთ და ასეთი მდარე ხარ, აი მდარე რაღაცა კამპანია რო აქვს ეხა ვინ არის და ასეთი რამე ჩვენ არ გვექნება, დამერწმუნეთ ჩვენ ყველაზე საჭირო დროს ისე როგორც ეკადრება საქართველოს ხალხს, ისე წარუდგენ ჩვენს კანდიდატებს და კამპანიას გვექნება ისეთი, რომელსაც იმსახურებს საქართველოს ხალხი და არა ის, რასაც აი ხა ქართული ოცნებას თავაზობს. ყოველ შემთხვევაში თუ მათი მხრიდან იქნება კახი კალაძე, შესაბამისად ალბათ თქვენც პოლიტიკური ლიდერი უნდა წარადგინოთ თბილისის მერობისთვის ბრძოლაში. რატომ არა? არ არის აუცილებელი. რა ვიცი, თუ ვიტყვით ესეთ რაღაცას, როგორ გითხრათ,
თუ გინდა იყო წარმატებული, მოიქეცი ისე, როგორც შენგან არავინ ელოდება, ან შეხედე ისე, როგორც იქცევა ყველა და შენ მოიქეცი განსხვავებულად. დავტოვებთ ამ ინტრიგას, პოლიტიკურ ინტრიგას, ვინ იქნება, როგორი იქნება, რა ტიპის იქნება, ერთი იქნება, მერი და ვიცე-მერის კანდიდატი იქნება. ამაზე ყველაფერზე ხა მივმსჯელობ და ჩვენ აი ესეთი როგორ გიხართ მდარი ხარისხის ინტრიგების დაგდება არ გჭირდება როგორც ახლა ქართული ცნები რაღაცა იმას რაღაცა მასროდებს ხო რაღაცა კარდებს დებენ და მე მაგაზე კიდე კომენტარებს აკეთებენ მაგას გეუბნებთ ეს პოლიტიკური პროცესია ვერ ქმნიან პოლიტიკურ პროცესს და ამ მდარი ხარისხის რაღაცა ვითომ პიარ რაღაცა იმას ნაბიჯებს ვთავაზობენ ანუ მე სწორად გავიგე იქ სადაც მერობის კანდიდატი მაგალითად იქნება თქვენი პარტიიდან ვიცე-მერობის კანდიდატი შესაძლებელი იყოს ლელოდან არა პარტიულობაზე არა ლაპარაკი არა პარტიულობაზე არა ფორმებზეა ლაპარაკი ვშელობთ რომელი უფრო შედეგიანი იქნება მაგრამ თავარი ჩვენი ამოსავალი წერტილი რითაც ვიწყებ ბრძოლებას არ არის ჩემი პარტიის ან ლელოს მხრიდან მათი პარტიის ინტერესის დაცვა თავარი არის ისეთი კანდიდატი შევარჩიოთ რომელიც მაქსიმალურად მეტი ამომრჩევლის გულს მოიგებს ხო არის მაგალითად ვიღაცა რომელიც არა რა თქმა უნდა ხა იოლი რა არის იოლი არის უსაქმურობა აგერ მეკითხებიან ალეკო ელისაშვილზე გკითხეო და უნდა გკითხოთ აუცილებლად არის გავრცელებული ესეთი ინფორმაცია რომ ერთ-ერთ კანდიდატად მერობის კანდიდატად თბილისისთვის ბრძოლაში განიხილება სწორედ ალეკო ელისაშვილი ალბათ უპრიანი იქნება თქვენ კითხოთ. შეგიძლიათ თუ არა დამიდასტუროთ ეს ინფორმაცია. სხვადასხვა კანდიდატი განიხილება, ნამდვილად არ არის არავისზე არანაირი შეთანხმება. ხო, ანუ რადგან არ უარყოფთ ალეკოს ასე ვთქვათ ვერსიას თუ ინფორმაციას იმის შესახებ რომ შესაძლებელია ერთ-ერთი განხილვის პროცესში იყოს ელისაშვილი, როგორც ჩანს ნამდვილად არანაირი დასკვნის გამოტანის საფუძველი არ აქვს ჩემს ნათქვამს ამ კონკრეტული მიმართულებით და რაც შეეხება კალაძეს ჩვენ ქართული ოცნების მხარეს გვყავს რეჟიმი, პიროვნებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ცუდი კანდიდატი. ელისაშვილზე არ ვამბობ, კალაძეზე ვამბობ. ხო, ამ შემთხვევაში მე ელისაშვილზე გიპასუხეთ. ხო, მაგრამ არ კატეგორიული უარყოფა თქვენი მხრიდან არ მომისმენია, რომ არის ელისაშვილის მაგრამ კონკრეტული დასკვნის გამოტანის საფუძველი მაინც არის. კი ბატონო, გადაწყვეტოს თავად მაყურებელმა და ამ შემთხვევაში მე მივიღებ ამას როგორც არა ასე ვთქვათ მე მარტივად ორაზროვან პასუხს, რომელიც იძლევა ნამდვილად განვრცობის შესაძლებლობას. მადლობა სოფიო ხორგოანი, გიორგი სიორიძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. გადაცემა 360 გრადუსი დაგიბრუნდებათ ეთერში 4 შაბათს. მე და თქვენ ხვალად შევხვდებით ერთმანეთს ამავე არხზე გადაცემაში საქმე.